გამარჯობა, მე ნანიკო ჩოკორაია ვარ, ჟურნალისტი და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის პირველ ეპიზოდს. საერთოდ დიდი ხანია მინდა YouTube პლატფორმაზე მოღვაწეობის დაწყება, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ცოტა გაჭიანურდა დროში. სანამ ჩემს პირველ სტუმართან გადავიდოდე, მინდა მადლობით დავიწყო, რომ არა ჩემი მეგობრების დინო ბუცხრიკიძის და ოთო ბახუტაშვილის გვერდში დგომა ეს პროექტი ცოტა კიდე გადაიწევდა დროში, ასე რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩემს მაყურებელს, მე გთხოვთ რომ გამოიწეროთ პირველ რიგში ჩვენი გვერდი და გულე სპორტი გვიპოვეთ YouTube-ზე. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამომწერი ახლა ჩემთვის და თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. ჩემი პირველი ეპიზოდის სტუმარი ტატო ბაციკაძე, ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს თამამად, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ ამას, ძალიან დიდ პატივს ვცემ და შესაბამისად მიხარია, რომ ჩემი გადაცემის, არა, ჩემი პოდკასტის სტუმარია. მე სატელევიზიო ტერმინოლოგია მაინც გადმოყოლილი მაქვს. რა პრობლემა. მე მიხარია, რომ გამიძახე და მე არ მახსოვდა ეგ, მაგრამ შენ გამახსენე, რომ პირველად თუ სადმე სილკის მიღმა სადმე თუ ვიყავი, იყო შენთან რადიოში. პირველი, ესე იგი, ტატო ბაციკაძე, როგორც რესპონდენტი, იყო ჩემთან, მაშინ მე რადიოში ვმუშაობდი, სპორტული თოქ-შოუ მიმყავდა და პირველად როცა მოვისმინე ზოგადად შენი რეპორტაჟი, აი ეგრევე ჩავავლე, რომ რაღაცა საინტერესო იწყება ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში და მაშინ ჩვენ საერთო მეგობარს ვკითხე, რომ მეთქი ეს ბიჭი ვინ არის, ნუ მითხარ ესე ძალიან ნიჭიერი, რაღაცა კაია, პერსპექტიული ბიჭია და მოკლედ მას შემდეგ ხშირად იყო ხოლმე ჩემი სტუმარი, ჩემპიონთა ლიგის თემებს განვიხილავდით, ესე მახსოვს. და ძალიან სასიამოვნოა, მოკლედ ჩვენთან ყოველთვის საუბარი და მოსმენად ჩემთვის. მე ორშაბათობის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, არ არსებობს, სადაც არ უნდა ვიყო. მივდივარ, გზაში ვარ, საჭესთან ვარ, მივფრინავ სადმე, ყოველთვის არ არსებობს მე ორშაბათობას პირდაპირ ეთერში არ ვუყურო, ასე რომ იმ ათასობით მაყურებელს შორის მე ვარ ძალიან სტაბილური ერთ-ერთი და მოკლედ. და მეორე პროექტი ქუჩები არის ვიწყებე, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ხო, კარგი საკეთებელია თან და სასიამოვნო ჩემთვის დაჩისთვის რა განსხვავებული კუთხითაა კარგი საკეთებელი, იმიტომ რომ ბევრი გუნდი რომელიც მქონდა, რომელიც ყავდა, ნანახი ესე ფიზიკურად არ ყავს, იმიტომ რომ ზოგჯერ დაბადებული არ იყო ზოგ კლუბზე და რაც იმ პერსპექტივით უწევს ყურება, რომ აი ნახულობს ამ გადმოსახედიდან რა შეიძლება აღმოაჩინოს და ნახოს და ასე შემდეგ. ჩემთვის ხშირ შემთხვევაში არის გახსენება. და რაღაცა ეგეც სასიამოვნოა რა, იმიტომ რომ რაღაც თვითონ გადაცემის შეგრძნება, ასე ვთქვათ, ეგ გადაცემას თუ შეიძლება რამე გემოქონდეს ან რაღაცა სუნი ან შეგრძნება, რაღაც არის აი ერთ ნოსტალგიური მომენტები არის სიძველის. ხო, ეგ აფორმებაში, მუსიკაში და ყველაფერში სტუდია როგორც ამოწყობილი და ეგ ნოსტალგიაც ამ გახსენებაში რომ იტევს ხოლმე, ცუდი არა. იმიტომ რომ ნოსტალგიის შეგრძნებაც ასაკის მატებასთან ერთად თან ადამიანს ცოტა გიძლიერდება და მე აფასებ, რომ ეს არ არის, რა ქვია. უარყოფითი არ არის თქო. არა, ძალიან სასიამოვნოა, მე დიდი სიამოვნები და ნუ რაც მთავარია, ძალიან ინფორმაციული გადაცემა, ის რაც შეიძლება გამოგეპაროს, ან ასაკის გამო არ იცოდე უბრალოდ, ხო, ან არ გახსოვდეს, ანუ ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ეს ემოციები განაახლო რა. კი, და ძალიან კარგი შეგრძნებაა რა და თვითონ მომზადების პერიოდშიც მეც რაღაცებს ხო ნახულობ რა თქმა უნდა, ესე გერჯდები და მეც რა ესა ზიდანი და რაღაც ხოლმე. ყველაფერიც არ იცი, ხო? ბევრი რაღაც არ ვიცი კიდე ყველაფერზე მეტად და უნდა გაიხსენო შენც როცა წამყვანი ხარ და ეს პროცესი გახსენების და ნახვის და ქეკვის ძალიან კაია, იმიტომ რაღაც უცებ ის აღმოაჩენ ხოლმე რომ ხო, რო გაგახსენდება რა. ისე არ გახსოვდა, ესე რომ ამჟამად ვერ გავიხსენებდი, რომ ნახე გამახსენდა და
აი შეგრძნება რაღაც ბავშვობაში დაბრუნების ჩემთვისაც კაია და დაბრუნებული მაყურებელიც ბევრი მაგითი кайფობს რა აი ზოგი ტაჩისპონჩია რომელსაც არ უნახავს საერთოდ და მაგით кайფობს და ზოგი ჩემპიონშია რომელიც იხსენებს ამას და უხარია რა პარმაზე რო გავაკეთეთ მაგალითად ის პარმა რო გაახსენდათ ვიღაცებს აი მაგრა გაუსწორდათ რა იმიტომ რომ მართლა კარგი გუნდი იყო და ლიცზე ძალიან კარგი გადაცემა ლიცი ბატონო ხო და ეხლა დღევანდელი რო შეადარო ხო ეხლა დღევანდელი ლიცი დღევანდელი პარმა სულ სხვა არის ის სულ სხვა იყო და ის ხო ახსენდება ძალიან კარგი ანუ ეგ ლიცი დარწმუნებული აი ახალმა თავმა აი საერთოდ აი რა მხელა ხო რა მხა მოვლენა იყო ან რა იყო საერთოდ ხო თუ არ იცით ცოტა რთულია ამასთან შეადარო საერთოდ დღევანდელთან და პარალელი გავავლენ რომ შეცვლილია თან ფეხბურთი ისე რომ ეგეთი მოვლენა ცოტა რთული წარმოსადგენია რომ ეხლა იყოს მოხდეს სადმე პირველად ხვდებით მე და შენ მე მგონი მას შემდეგ რაც საკომენტატორო საქმიანობას თავი დაანებე. იცი რა მინდა გითხო გასაგებია რომ ეს ერთი დღის მიღებული გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მაგრამ აი თუ იფიქრე რა კუთხით ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა შენს მოდი ეს კომენტირებას ასე ვთქვათ. აი იმ ადამიანებს და თუ იფიქრე ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. იცი რა. რაღაც დოზით, მაგრამ აშკარად გადაწყვეტილების მიღებაში გავლენა არ უქონია, იმიტომ რომ მაშინ დავრჩებოდი. ეგრე ყოფილა. ის არ მინდა გამომივიდეს ახლა მესი წავა ფეხბურთიდან, ახლა თუ წავედი კომენტატორობიდან არა პრობლემა და მარადონა მოკვდა საერთოდ ეგრე. ჩემი კომენტატორობის დასრულება პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ მე თვითონაც არ მემეტებოდა. არ მინდოდა რეალურად ესე რომ წამოსულიყავი ისე რომ საერთოდ კომენტატორი ყოფილიყავი და მენატრება. ეხლა მაგალითად კალას არ აქვს ეგ მომენტები რა ისე. კალას მაგალითად შეუძლია რომ კალასთვის идеალური ვარიანტი არის მაგალითად თუ კვირაში თვეში ერთი წაიყვანოს რამე. აი ისე რომ გაიხაროს, თავის ჭია გაახაროს და მორჩა და მე არ მაქვს ეგ მომენტი, მე შემიძლია ისე იმ რეჟიმში ვიმუშაო რა, მაგის მოღანა, იმიტომ რომ მე ვასება. მე უფრო ვარ კომენტატორი იდეაში ვიდრე კალა მაგკუთხით რა, კალა სხვა კუთხით. კალა მგონი მაინც სულით იუთუბერია. ხო, კალა ცოტა სხვა კუთხით არის, ძალიან მაგარი და აი კომენტატორობა ძალიან ევასება, ძალიან უყვარს, მაგრამ აი ეს თვითონ ვერჯერ რუტინა როცა ხდება ეს არ მოსწონს. შაბათ კვირას მივიდეს და რაღაცა თამაში წაიყვანოს, ეგ არ უნდა რა, არ შეუძლია და მე იმ მომენტში რაღაც დონეზე არც არ შემეძლო, მაგრამ მე უფრო მინდა, მე უფრო გამკეთებელი ვარ მაგის მომავალში რა, ის რაღაც აღარ არის მაგის გამკეთებელი, ნახავთ ვიცი და მე მაგის მომავალ მაინც მაგ და მაშინაც ვქონდა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი თვითონ სილქში მაგალითად და ტელევიზიაში და ზოგადად ამ სფეროში რა, საქართველოში ისეთი სიტუაცია არა ძალიან ძნელია რაღაცის ზემოთ წახვიდე რა, თითქმის შეუძლებელია რა. მით უმეტეს სილქში მდგომარეობაც აღმოჩნდა, მდგომარეობაც იყო რომ მაგალითად იმასაც ვერ ახერხებდი რომ აი კაი ვთქვათ, ანაზღაურება ისეთია რომ არაფერს გაძლევს. და ერთადერთი რჩება რომ პროფესიული კუთხით გაიზარდო იქნებ და ამასაც ვერ ახერხებ, იმიტომ რომ არც გადაცემაა რამე. არც სადმე მიდიხარ რომ ვთქვათ ან რეპორტაჟი გააკეთო, ან თამაში წაიყვანო, ან რაღაც მსგავსი. და უშუალოდ თამაშების წაყვანის კუთხითაც ყველაზე კარგი ჩემპიონატი ესპანეთის და ეს გრძელდება უკვე 10 წელია. ამაზე კარგი ჩემპიონთა ლიგა კი, მაგრამ იქ რაღაცა მარტო მე ხوار რომ კომენტატორი უამრავი ადამიანია და კაი თამაში არ არის იმდენი რომ ყველა კარგ თამაშს დაჯდეს, ხო, ზოგჯერ მე და მომიწევ, ზოგჯერ ვიღაცას და გამოდიოდა საბოლოო ჯამში ის რომ თვის განმავლობაში კი ბარსელონას თამაშებს უთხოთ ხშირად ვიჯექი, მაგრამ ეგეც ყველაში მქონდა რა, ხო. პირადი კომენტატორი იყო ამის ბარსელონასია 15 წელი და ცოტა მოსაბეზრებელია ხა ეს თან მით უმეტეს კაი პერიოდი არ იყო თლად მე რო წამოვედი მაშინ. ნამდვილად არ იყო. მაშინ დაიწყეს თამაში მაინც და მანამდე ბოლო წლები ჯორჯო ხეთი იყო, დეპაი რო საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ობამეიანგს რომ მივტიროდით და ასე შემდეგ ხო და ეგენიც ხო მოსაბეზრებელი გახდა რომ ეტისი სელტა, რაიო ვალეკანო, ლეგანესე სუ ზღაუსი თამაშები. ჩემპიონთა ლიგაზეც ხან მე მომიწევდა კარგი თამაში ხანვის და საბოლოო ჯამში გამოდიოდა რომ თვეში შეიძლება ერთი კარგი თამაში წამეყვანა. როცა რეპორტაჟი მქონდა შეიძლება 20 თქვათ რა. და მოქმედებს ეგ ძალიან მოქმედებს. დაიღალე და მოგბეზრდა მოკლედ. დავიღალე და როგორც კომენტატორი, როგორც სპორტული ჟურნალისტი, როგორც კომენტატორი აშკარად ცუდი გავხდი. პირიქით მოქმედებდა რა. აი წლების ხო რაღაცა ჩემი პირველი რეპორტაჟი იყო. შევადარო 5 წლის შემდეგ რეპორტაჟი, ის პირველი კატასტროფაა იმასთან შედარებით 5 წლის მე რაც იყო. მაგრამ აი ბოლო წლების რო ავიღო, უარესია ვიდეო თქვა 3 წლით ადრე რეპორტაჟი რა. იმიტომ რომ არანაირი мотиваცია უკვე შერჩენილი. თამაშის წინ მომზადება თითქმის 0-ზე დაყვანილი, იმიტომ რომ ხა ზეპირად ვიცოდი ზმუნდები თან ხა ბეტისი ესპანეთში როგორც ლუკა ხოჯავამ 15 წელია რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი მიყავს და
ნიდერლანდებში ჩავიდეთ, ჰოლანდიელს ვერ იპოვე ალბათ, რომელსაც ამაზე უკეთით ის იმათი ჩემპიონატი, აი ეგრე ვიყავი მესმანეთზე უკვე. ანუ აი ყველაფერიზე პირად ვიცოდი. რა უნდა მენახა, რაუნდისთვის მომზადებული ვარ, მაქსიმუმ წნელის კომენტარი მენახა და ისიც აი ხო ეგეც რუტინაა და აი ეგეც ბანალური ის კომენტარები რა, ერთი და იგივე რა. ოთელი ცხოვრება რომ ყველა წნელი ერთ და იგივეს იძახის, ეგ ცისულელი რა, ძალიან იშვიათად რომ იმე გამოვიდეს და მოურინიოსავით რაღაც საინტერესო თქვას და ესპანეთში მით უმეტეს ერთი გონსალესი წავა და მეორე გონსალესი მოდის ხოლმე. სახეები ეცვლება უბრალოდ. მაგრამ მოსაბეზრებელი გახდა მაგ კუთხითაც. კარგი. ქართულ ფეხბურთს მინდა ცოტა შევეხოთ. ხო. ხომ არ გიპოვია ვინმე ორგანიზაცია, ვინც პასუხისმგებლობა აიღო ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ბოლო პერიოდში? ვეძებთ მაგას და ვიწყეთ მართლა ვონთ, იმიტომ რომ კობიაშვილის ეს ინტერვიუ რომ ნახეთ ბევრ რაღაცაში დავეთანხმე, მიუხედავად იმისა, რას მაგაში ყველა ვეთანხმებით. ხო, მართალია იმაში, რომ იბერია რო ვერ უგებს ლევადიას, ეს კობიაშვილის ფედერაციის თუ ფონდის ბრალი არ არის, ეს არის იბერიას ბრალი, იმიტომ რომ იმდენი მაინც არის საშუალება, რომ იმას უნდა მოუგო. ხო, აგვისტომდე ოცნება რო აგვისტომდე მივიდეთ კლუბები. ადრე იყო რომ მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში საერთოდ ამბიციური ისინი იყო, გაზაფხულამდე ვერ მინდის ვერც ერთი ქართული გუნდი. მე დაიწია თამას, მე შემოდგომამდე ვერ მივდივართ, სექტემბრამდე ვერ მივდივართ. ნუ სექტემბერი ავტომატურად ჯგუფურ ეტაპს ნიშნავდა, ხო? სექტემბრამდე ვერ მივდივართ. ეხლა აგვისტოა. შენ გახსოვს ხო ეს ჩემი საყვარელი ამბავი 2020-ში. პანდემია როცა დაემთხვა, ხო გადაიდო რო ტურნირების დასასრული აგვისტოში გადაიდო. და სანამ 2020 წელს, სანამ წინა ეს ევრო ტურნირები დამთავრდებოდა, შემდეგიდან რო გავარდნილები ვიყავით უკვე. კი ბატონო. აი ხო ხო, ეგრეც მოგიყოს იფიქრებ ანეკდოტიაო, რომ როგორ წინა სეზონი არა დამთავრებული და შენ ამ სეზონში გავარდი უკვე, რა მოახერხე ხო? მაგრამ ჩვენ ვქენით ეგ. წელს აგვისტომდე ვერ მივიდა ვერც ერთი მომენტი. ეს ამ ყველაფრის ბრალეულობა ხო? არის კლუბის პირველ რიგში ჩემთვის, კლუბების ხელმძღვანელობაში. მათ არაკომპეტენტურ საქმიანობაში ან არაკეთილსინდისი არის? არა, სურვილი არ არის რა. ხო, ზუსტად მაგას ვამბობდი, მე ჩემს პირად გვერდზე გამოვეხმაურე აი კობიაშვილის ინტერვიუს, ჯერ ჭიაბრიშვილის კომენტარს და შემდეგ კობიაშვილის ინტერვიუს შემდეგ ამ ყველაფერს კი ბატონო, კერძო კლუბის საქმიანობაში ფეხბურთის ფედერაცია ვერ ჩაერევა, მაგრამ აქვე ეს კერძო კლუბი უკაცრავად ჩემი გადასახადებით ფინანსდება, ხო? 5 წელიწადში დაახლოებით $300 მილიონია საუბარი, ხო? ამ შემთხვევაში თუ მე ვარ ვალდებული რიგითი მოქალაქე, რომ ჩემი გადასახადები მოვახმარო, რა ვიცი, რომან ფიფიას, ტარიელ ხეჭკოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცის საკუთრებაში მყოფ გუნდს. ხო. მაშინ ფედერაციას ავტომატურად აქვს იმის ვალდებულება, რომ ყურადღება მიაქციოს თუ არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, ეს არაკეთილსინდისიერი ადამიანებიც უნდა გამოვლიდნენ მაშინ. ხო და ხო მივდიხარ საბოლოო ჯამში მაგამდე. აი ხო რა არის, იმიტომ რომ ნახე, რაღაცები რაც ილაპარაკა. ფუნქციონალურად შეიძლება ვერ ერევა საქმიანობაში. რაღაცებში მართალია, მაგრამ რა იყო ჩემთვის ერთი გარსაკვირი და უცნაური და მიუღებელიც რეაქცია და როგორც ილაპარაკა ჭიაბრიშვილზე. ძალიან უცნაური იყო ხა ეგრეთი აგრესიით ლაპარაკი ადამიანს, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ უთქვამს. სურვილი. და არც ნიშნის მოგებით არ უსაუბრია, თუნდაც ფედერაციის მიმართ. თქვა რომ ყველა გავერთიანდეთ რაღაცა და ეს გამოვიდა და ძალიან სულად ლაპარაკა ჩემი გამოსახედიდან, რაც უცნაური იყო კიდევ ერთხელ. მეორე იყო ის რომ აი მე ეს არ მეხება და მე არაფერს უშუაში ვარ. ეგ იყო კიდევ უცნაური, იმიტომ რომ მესმის კიდევ ერთხელ იბერია რომ ლევადიას ვეუბნებს, ეს ლევან კობიაშვილის ფედერაციის ბრალია 0%-ია მან, მაგრამ აი საერთოდ არაფერი არ მეხება მე და საერთოდ არაფერი ჩემი და ფედერაციის კომპეტენცია არ არის კლუბებთან მიმართებაში. ეგ რანაირად ხდება ეგრე, იმიტომ რომ აი ყველაფერს თავი გავანებოთ. მე რო ქუჩაში გულშემატკივარი მოვდივარ და უბრალოდ ვაუბრაზდი რაღაცაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება. აი ვიფიქრებ, ვის მივაკითხვა, ვისთან მივიდე, ვის უთხრა რაღაც, ვის შევჩივლო. ჩემ მეზობელ დათოს თუ ფედერაციას ფეხბურთის. აი რაღაცა სუდი ხდება კლუბებში, ვის უნდა შევჩივლო და ვის რას მეტყვია, რომ არა, იცი, მეც ისეთივე პასუხისმგებელი ვარ, როგორც დათო, შენ გვერდზე მცხოვრები, რომელსაც ბურთი გვალი როა გუშინ გაიგო, იმიტომ რომ ფეხბურთზე ელაპარაკი. ერთ ეგ ხო არ არის? რაც თავარია. დავინახე, რომ მე არაფერი არ მეხებაო და ჩვენ არაფერი არ გვეხებაო და რანაირად ახლა რაღაც მით უმეტეს იმის ფონზე რაც ილაპარაკეს, შენ რომ ფონდი არსებობს,
რომელიც არ მუშაობს. ხო, ფაქტია, რომ არ მუშაობს, ხო? რა ვიცი. მე თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ამ ფონდის შექმნას. ბევრი ვიყავით ეგრე, ვინც თვლიდა, რომ არ იმუშავებდა ეს, იმიტომ რომ ჩანდა, რომ ძალიან მარტივად გამოყენებადი იქნებოდა ეს თავისი მერკანტილური მიზნებისთვის ადამიანები ძალიან მარტივად გამოიყენებდნენ ამას. ამ ჯამში მივიღეთ ეგეც, ხო? კი შეიძლება გაწერილია პროცენტულად რა როგორ უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არის გაწერილი ხელფასებზე უნდა იხარჯებოდეს ამდენი მაქსიმუმია გაწოლილი. ჯერ ყველგან არსებობს შავი ხრელები, მოდი. ეხლა მაგას ჩვენ ახლა ვერ გამოვიკიდებით და არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ რა რისთვისაც ეს ფონდი შეიქმნა, იდეა რაც იყო, რომ 5 წელი უნდა იყოს და იხარჯოს ეს 300 მილიონი, იმიტომ რომ ეს ფული მაინც იხარჯება, მუნიციპალიტეტები ხარჯავენ და მოდი გავერთიანოთ, თანაბრად გადავანაწილოთ თან. ყველა იხეირებს, კლუბები იქნებიან 5 წლის მერე დამოუკიდებლები ფინანსურად და აღარ დაჭირდებათ ეს ფონდი, 5 წლის შემდეგ ისევ ხანგრძლივდა ეს ფონდი. იმიტომ რომ ვერ გამოვიდა რომ კლუბები დამოუკიდებლები გამხდარიყო ფინანსურად და 5 წლის მერე კიდევ მესამედ გახანგრძლივდა. ანუ მესამე ვადით ხანგრძლივდება 2026 წლიდან, ხო? ისევ 300 და რეალურად დათურ სამსახურს უწევთ ქართულ ხელს. ის გარდა არაფერს არ აკეთებს, ეგრე გამოვიდნენ, რომ ვიღაცები ამბობენ იწყიან რომ ვიცი, კლუბები აღარ იარსებებენ მაშინ. ნუ იარსებებენ. ანუ ამ არსებობას რა აზრია? აი ასე რა. 5 კლუბი იყოს ნორმალური. გამოჩნდება მე სურველი, რომ აი ვინ არის მართლა ადამიანი, რომელსაც სურს რომ კლუბი იყავდეს და ეს ამ კლუბმა ფუნქციონიროს თან. იმიტომ რომ როდესაც შენ იცი რომ შენ თუ ფეხზე გადაიდე, რაღაცა შემოსავალი მაინც მოგივა და რაღაც ფული მაინც გარანტირებული. ხელფას გადაუხდე, გუნდი წავა, ამაზე ელემენტარული. თავს რა. მინიმუმ мотиваცია მაინც არ გაქვს რა. სად ახლა როდესაც იცი რომ უნდა გავიდე და რაღაცა გავაკეთო და მაგ შემთხვევაში ან გადავრჩები, ან არა, ან გადავრჩები და გადავრჩების არ არის. ის ყველა ვარიანტი ვიქნები, მაგრამ აი თუ ცოტა აქტიურად ვიმუშავე, რაღაც კარგისკენ შეიძლება წავიდე და უფრო მაგარი გუნდი გავხდე შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს კიდევ უფრო დიდი გუნდი გავხდე და იმის შემდეგ წელს კიდევ უფრო დიდი. გრძელვადიანი პროექტი, რომელიც გადარჩენას კი არ ემსახურება, განვითარებას ემსახურება და საბოლოო ჯამში რაღაც წერტილამდე მივიღოთ. ნუ ფაქტია, ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ ფონდის დაარსებიდან დრემდე საკლუბო ფეხბურთის შედეგები არის კატასტროფულად ცუდი. ანუ მაშინ იყო რომ მაშინ მეგონა რომ ფსკერს მივახციეთ. აი მართლა მეგონა რომ ფსკერია რა, მორჩა ამის ქვემოთ ხარ, აღარ უნდა მოხდეს რომ აი ამაზე უარესი რა უნდა იყოსო და იმის მე ყოველწელს უარესია. და ეხლა მივახციეთ იმას რომ 52 ადგილზე ვართ 55 ქვეყანაში. აი სიგი, 55 ქვეყანაში ისეთ თქვა 54-ია რეალურად უფრო დაფიქრდა, იმიტომ რომ ერთი სუქედა არის ის რა ქვია სანმარინო რომელიც ნუ აი საერთოდ არაფერში არ წერია მაგრამ მაგათი გუნდი კი ნაღამ გავიდა ჯგუფში ვირტუსი კი ნაღამ გავიდა ჯგუფში ჩვენები ახოს არ იყვნენ მაგასთან და ისინი კი ნაღამ გავიდნენ და 54 ხო არ თქვა სანმარინოს თუ გამოვაკლებ და წინა ზემოთა გუნდებიდან როცა ლაპარაკობთ რომ ვინ გვისწრებს არ დავგავიწესო ლიხტენშტაინია იქ რომელსაც ჩემპიონატი არ აქვს ვაფშე ანუ ჩემპიონატი უსწრებს ჩვენ ჩემპიონატს აი ჩემპიონატი არ არის, მაგრამ უსწრებს ჩვენ ჩემპიონატს მაინც. ხა ეგეც ხო რაღაცის მანიშნებელია. თან, აი დღევანდელ მოცემულობაში, როცა UEFA-მ კიდე ერთი ტურნირი დაამატა, ანუ აი და შანსი არა გვაქვს, აი უბრალოდ შანსი არა გვაქვს სადმე შეძრომის რა. ყველა მითამაშა უკვე აბსოლუტურად ვინც კი შეიძლება და გიბრალტარის გუნდი ორჯერ მოხდა ჯგუფურ ეტაპზე. გიბრალტარის გუნდი. მაიმუნი უფრო მეტი ყავთ, ვიდრე ადამიანი ფეხბურთელი კი არა. ადამიანზე მეტი მაიმუნი ცხოვრობს ქვეყანაში. ოღონდ ეს არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ 10 მილიონი მაიმუნია და 9 მილიონი ადამიანი. და ახლა მაგ ქვეყნის მთა არის, ხო? კონსულზე არის მთა. სტადიონი არ აქვს, მე მგონი, იმიტომ რომ დახრილია ყველა 100 მეტრი სწორი ადგილი არ აქვს, მე მგონი, ქვეყანაში და მაგათი კლუბი ორჯერ არის გასული. ეხლა ლევან კობიაშვილის ინტერვიუს სწორი მხარე აგერ ამ დღეებში იბერია დაატოვებინეს გია გეგუჩაძეს მწვრთნელი რომელიც გუნდში მოვიდა არ ვიცი არასრული 2 თვეა ალბათ ხო 8 თამაში ჩაატარა რა 2 თვე ხო ანუ გუნდი არის მეორე ადგილზე არაფერი კატასტროფული ანუ საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში არ ხდება და კლუბი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ანუ რა ქონდა 2 თვეში რაღაცა პროგრამა მაქსიმუმი რა ქონდა თუ მინიმუმი რა ქონდა არ ვიცით ახლა შეიძლება სხვა მიზეზია შეიძლება რამე კონფლიქტი იყოს შეიძლება რაღაცას ვერ შეთანხმდნენ ეგ არ ვიცი თუმცა თვითონ ის ფაქტი რომ კორღალიძეს უშვებ რომელმაც წარმატებას მიაღწია კლუბში მართალია მე კატასტროფულად გამოვიდა მაგრამ წარმატებას მიაღწია და მაგ კაცს რო უშვებ და მე მოყავს გეგუჩაძე რომელიც არის მწვრთნელი რომელიც თუ მოიყვანება არ უნდა მიუშვა და ენდო ხო ერთი მინიმუმ 2 წელი მაინც თხოვენ უნდა ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელია ისტორიაში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის და ხო 2 თვის მერე გაშვება
სურო პირადი კონფლიქტი იყოს, სურო რაღაცაზე შეუთანხმებლობა იყოს, სურო სხვა მიზეზი იყოს გარდა სპორტულისა, მაინც არ მეტყველებს კარგად ხო რა. ფაქტია რომ რაღაც პრობლემაა ესე იგი რა. და ეგ პრობლემები არის ქართულ კლუბებში მუდამ. და ჩვენ იმდენად რაღაცნაირად ხელში მოგვივიდა უკვე ეს ყოველ წელს ერთი და იგივეზე საუბარი, რომ აი ისევ გავარდით, ისევ არაფერი. გადავწყვიტეთ, რომ ცოტა უფრო მეტი დრო კი არა და ძალიან დიდი დრო დავუთმოთ ამ თემატიკას. პირველი რაღაც ჩავეჭიდეთ პირველს იყო ის რაც ვიცით ასე თუ ისე რა სოციალების მართვა და ინტერნეტში საერთოდ როგორ არიან გუნდები გამოჩენილი და ნუ აი კატასტროფა ხდება მაგ კუთხით რაღაც დონეზე და ოდნავ ნორმალურია რომ Facebook-ს აკონტროლებენ მაინც მეტაკლებად მაგრამ იმის იქით არის ჯოჯოხეთი აი მართლა ძალიან ცუდი სიტუაციაა რა ზოგ კლუბში ცოტა უკეთესი მაგრამ მაგალითად ისევ და ისევ იმაზე რომ მიხვიდე კომერციალიზაცია და კლუბს რომ უნდა ფული იშოვოს ხო ნებისმიერ კლუბს შეუძლია დღევანდელ რეალობაში თავის გულშემატკივარს რომელიც თბილისში შეიძლება თქვა დინამოს და იბერიას ბევრი არ ყავს რაც რომ ძალიან ასევე კატასტროფაა ჩემი გამოსახედიდან მილიონნახევრიან ქალაქში რომ 1000 კაცზე მეტი ვერ მოკავს სტადიონზე ეს 90-იანებში ხდებოდა გასაგები იყო მაშინ მიზეზები რა ეხლა რო იგივე ხდება უკვე შენი პრობლემაა რა რომ ვერ ახერხებ დღევანდელ ეპოქაში ინტერნეტის ეპოქაში რომ ვერ ახერხებ რომ რაღაცა პროდუქტი შეფუთო ისე რომ ხალხი მოიყვანო რო ტიპს ვიღაცას 15, 16, 17, 18, 19 წლის ტიპს ის მაინც აგრძნობინო რომ იცი რა დინამოს გულშემატკივრობა ძალიან მაგარი პონტია რა დინამოს რო კომაგო ძალიან კაი ტიპი ხარ რა და მოდი რაღაცა მაისური დინამოსი ფასდაკლებით მოგცე მაისურს ნახე ალამაზი მაისური გვაქვს ნახე მოდი ჯაბაკანკავას ნახავ რაღაც ხო შეიძლება გააკეთო რა რამე ისტორია მოიგონო თითოეულ თამაშზე შეფუთო არაფერი თამაში რო არის ეგ არ იცის არავინ არაფერი არ გეთება მაგ კუთხით და მილიონნახევრიან ქალაქზეა საუბარი მილიონნახევრიან ქალაქში როგორ შეიძლება 10000 კაცი ვერ მოიყვანოს სტადიონზე აი რა ვიცი მე რო ავდგე ინდოეთიდან რო ჩამოვიყვანო ღორები და პაკისტანიდან ასევე ღორები ჩამოვიყვანო რა 11 ბალახი შევგრიჭო სადმე დელოზე და აი თქვა რომ ეს არის დერბი მაქვს რა ინდური ღორები პაკისტანელი ღორების წინააღმდეგ ესენი არ ევასებათ ერთმანეთი ომი აქვს ამდენი ხანია რაღაცა სულ დაძაბულობა ატომური ბომბი და აი ღორები ინდოელი ღორები პაკისტანელი ღორები მაისური შევღებო ყველა დორშის პერებში ან რაღაცაში და ვათამაშო ერთმანეთის წინააღმდეგ მოიყვანა 10000 5000 კაცი მოვიყვანა აი მგონია რომ 5000 რაღაცა შევფუთავ ამ ისტორიას რა პლუს ინდოელი და პაკისტანელი ღორი ამ ქვეყანაში ხო ვიღაცა ხალხი ხო მუშაობს დადიან ურიერად მუშაობს ზოგი რაღაც სწავლობს ამ მეცნიერზე ეგ ტიპები მაინც ხო მაგათ მაინც შევფუთავ ვეთქვი ჰე ბრაცი მოდით ნახე გავერთოთ რაღაცა ისა რაღაცა შეჯიბრია როგორ შეიძლება ფეხბურთზე დინამოზე რო ლაპარაკით ან დინამო თბილისზე როგორ შეიძლება ვერ მოიყვანო 1000 კაცზე 2000 კაცზე მეტი 3000 კაცზე როგორ მილიონნახევრიან ქალაქში აქ არა ლაპარაკი იმაზე 10000 კაცი ცხოვრობს ანუ ეს არაფერს არ აკეთებს შენ მაგის 20 წელია უკვე ხო ტორპედოზე მეტნაკლებად დაადიან თქვა ბათუმის დინამოს რეგიონებს უფრო ნაკლებად ბათუმში დადიოდნენ ეხა აღარ ხო მაგრამ ეხა ნახე ის აღარ მუშაობს ადრე იყო ეს ფრაზები მესმოდა 2000-იანების დასაწყისში რომ რეგიონებში ნაკლები გართობაა და მაგითო ფეხბურთზე უფრო დადიან ჯერ ეს ერთი მაშინ არ თბილისში იყო დიდი გართობები 2000 წელს და ეხლა დღესდღეობით ეხლა რაც თბილისშია დაახლოებით იგივეა ქუთაისშიც მაგალითად და ბათუმშიც ხო დიდი სხვაობა ქუთაისში ჩავედი და იცი მე აქ ვერ გავერთე არ არის ღამის კლუბიც არის კაფეც არის და ყველაფერი თუ გინდა იქაც გადასარევად ერთობიან ქუთაისში და შესაბამისად სტადიონზე ახლა დადიან მაინც მიუხედავად მაგის ესე უყვართ ფეხბურთი ხო და იქაც არაფერი არ გეთება მაგ კუთხით ბევრი თუმცა ნახე ეს მომი რაც საერთოდ მიმყავდა ყველაფერი ტორპედოს რაც ვნახეთ, ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც საიტზე აქვს საშუალება, რომ მაისური იყიდო. აჰა. 10-დან. ერთადერთი კლუბი, რომ საიტზე რო შედიხარ. მოდი, იგი დააჭირა მაისურს იყიდე. შეიძლება მაისური იყიდო. რა ძალიან კარგია. მე ვარ უცნაურია ფიროსმანის ნახატები როა ტორპედოს მაისურზე, მაგრამ ნუ შევეშოთ მაგას. ეგრე მოიფიქრეს და რატომაც ეგრე. აი, სამჭედლოა გამოჩენილი ადამიანების. ქუთაის რო ისყავდა ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანები ყავდა რაღა ფიროსმანი გადაწყვიტეს და ეხლა არ ვიცი მაგრამ ნუ კაი დაიხადეს ფიროსმანი კაია ლამაზი მაისურია არზის ტორპედოს იმაში ლამაზი მაისურია და შეიძლება იყიდო ერთადერთი კლუბი 10-დან ერთადერთი კლუბი 10-დან სადაც ბილეთი შეგეძლო თამაშის გეყიდა საიტიდან იყო იბერია მე შედიხარ საიტზე და ბილეთი თამაშია ხვალ იბერია ეთამაშება პოტის კოლხეთს და აბა ბილეთი სად ვიყიდო შენ თუ მოიძიო და სხვა გუნდებზე და იბერიაზე შეგიძლია საიტზე შეხვიდე და პირდაპირ აჩვენებ რომ აი მოდი ბილეთი იყიდე. შედიხარ ყიდულობ ბილეთს. დღევანდელ ეპოქაში, როდესაც აი რა ვიცი,
რა ვიცი, რაც გინდა, შეგიძლია ყველაფერი ტელეფონი ამოიღო, ორჯერ დააჭრა, რაღაც გამოიძახო, სახში მოგიტანონ, ისეთი რაღაცა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, სახში მოგიტანონ. კარადა შეუკვეთე, მე მაგალითად 2 წლის წინ წინ როც კარადა მომიტანეს სახში, ისე რომ მე არ მინახავს თვალით საირინა შეუკვეთე, მოვიტანეს. ეგრევე თქვა, ვინმე სოციალისტი რომ კარადა შეუკვეთო ტელეფონითო, ხო, როგორ ის იყო, Snakes თამაშობდი მაქსიმუმ იმ ტელეფონში, ხო? და ჩვენი კლუბები ბევრი ჯერ კიდევ მაგ ეპოქაში ცხოვრობს რა. ანუ იქ ტელეფონებში ჯერ კიდევ Snake-ი აქვთ. მე გეტყვი მიხდნენ იმას, რომ შეიცვალა სამყარო და ცოტა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმო შენ საკუთარ საიტსაც და კომერციალიზაციის თვალსაზრისით რამხელა მნიშვნელობა აქვს მაგ ყველაფერს, მაგას ვერ აანალიზებენ და ვერ ხდებიან. ბოლო წლები აი ბოლო 2 წელი არა ვარ აქტიურ ჟურნალისტიკაში და ეხლა რამდენადაც ვატყობ ფოტოგრაფი და ამათეს ყველაზე მაგარი ამბავი იყო გორის დილა ევრო შესარჩევებს რომ თამაშობდა და გასულითი თამაშები რომ ფოტოგრაფი არ ყავდათ. ანუ ფოტო ანუ გუნდი თამაშს იგებს ან აგებს ან არ აქვს მნიშვნელობა ნიუსი რომ დაწერო და დაურთო ფოტო კლუბს არ ყავდა ფოტოგრაფი წლების განმავლობაში. ნახეთ ყველა კლუბს აი ეგ არის ფოტოგრაფი ყავს, იმიტომ რომ ფოტოები ყველას კარგი აქვს, იდება ნახდათ Facebook-ზე, მარტო Facebook-ს აქცევენ თვითონ ყურადღებას, Instagram-ზე ხშირად იგივე პოსტები მეორდება, რაც კიდე მოსულა. TikTok-ზე ხდება ხოლმე შემადგენლობა. რაც აბსოლუტურად სხვა პლატფორმა, სხვა რაღაც უნდა და უწევს. ან ეგაა რა. და საიტები არის ზოგის, ნუ აი არ ვიცი, ვერ გეტყვი რა, წარსულს მოგზაურობა თუ გინდა. იბძანდი. მედიის ცოდვა. ფოტოშკოლხეთის საიტი, აი ხო არის 9 გუნდი და არის ფოტოშკოლხეთის საიტი. აი რაღაც ანეკდოტი იყო ჩემ ბავშვობაში ვოლკაზე. ეცი, მშობლები რომ მივიდნენ სკოლაში ვოლკას სანახავ. რუსული ანეკდოტი იყო. მშობლები მივიდნენ რომ ნახონ ვოლკა რას აკეთებს და თავიდან ხუთოსნების კლასია და იქ შეიხედებენ ვოლკა არ არის. მე 4-ოსნების კლასია, იქაც არაა ვოლკა. აბა სადაა ვოლკა? იქ არის კორიდორის ბოლოში, დირექტორის ბოლოში. გადავდნენ 3-ოსნები, ვოლკა არა, 2-ოსნები, ვოლკა არ არის, 1-ოსნები და მე შემდეგი კლასია რაღაცა. აბსოლუტური უიმედო ხალხი, იქაც არ არის ვოლკა. მე აი ერთი კლასია და ვოლკა აწერია და იქ არის ვოლკა. აი ეგაა ფოტოშკოლხეთის საიტი, იმიტომ რომ ეგ არის მე რომ მითხრა საიტი გააკეთო, გონზე არ ვარ. აი საერთოდ გონზე არ ვარ რა. მე რომ მითხრა საიტი გააკეთო, ეგეთი შევა მეც გამომივიდეს. დაახლოებით გუნჩი რო გაადიხა 7 კაცი სერია ფეხბურთელი, ძველებით ან ზოგი აღარც არის საერთოდ თამაში 7 ფეხბურთელია. მწვრთნელებში რა არავინ არ არის. კალენდარია რატომაც საიტზე რო შედიხარ პირველ გვერდზე კალენდარი არის. просто კალენდარი, ის კი არა რომ თამაში გვაქვს ან არა, просто კალენდარია რა. როგორც კომპიუტერში წიკაკ. აი და მე გავიგე რომ თურმე ეს ხდება იმის გამო რომ UEFA-ს ლიცენზიის მიღების გამო ვალდებულია ყველა კლუბი. აუცილებელია. ხო. და ნუ მოვალეობის მოხდის მიზნით. და არანაირი დავშოთ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. ბოლო ნიუსი 21 წელიწადად დათარიღებული ოღონდ და ანუ საიტი ხო ესეთია ცალკე ბოლო ნიუსი არის 4 წელიწადამდე. მედიის ქართული სპორტული მედია არ ვიცი თუ არსებობს ან თუ შეგვიძლია უწოდოთ დღეს რა მდგომარეობა. რამდენად არის დიდი წვლილი აი ამ ყველაფერში, აი ამ წარუმატებლობაში, ამ უხარისხობაში, რაც გვაქვს თუ სოციალური მედიის თვალსაზრისით, თუ საფეხბურთო თვალსაზრისით. ნახე მე ჟურნალისტებს და მედიას ვერ ვამტყუნებ ერთ რამეში რა, ვერას ვერ გავამტყუნებ. ჯერ აქეთ ამხარებთ გავარ და მაგიტო. მე ვიცი რამდენად რთულია საქართველოში იყოს სპორტული ჟურნალისტი ბევრი მიზეზის გამო. დაუცველობის შეგრძნების გამო, რაც ბევრს ქონია. ყველას არ აქვს იმის უფუნება, რომ რაღაცას რო დაემუქრებიან ან რამეს რო ცუც რო ეტყვიან, მე ძალიან მარტივად მოაგვაროს ეგ პრობლემა რა. არის ასევე ფინანსური პრობლემა, იმიტომ რომ ვიცით რომ წერალ ჟურნალისტებს მაგალითად არ აქვს შემოსავალი ისეთი რომ ეს ტიპი დალხენილად ცხოვრობდეს და კარგად იმაზე უწევს ფიქრი რომ სად იმუშაოს კიდევ რომ საჭმელი ჭამოს ან შვილს აჭამოს. ხა ამ ადამიანს მე და ესეთი გულშემატკივარი წესით ვერ უნდა თხოვდეს იმას რომ შენ ხა რატო არ მიდიხარ იმაში რა ქვია მაგალითად თბილისიდან ბათუმში შენი ხარჯებით. ნუ იქ მე ჩახვიდე, გამოიძიო რა ხდება, რაშია საქმე, რატო აქვს დინამო ბათუმს ამხელა ფინანსური პრობლემები, აბა იქნებ გამოიძიო, იქ მე ვიღაცა მაგინოს. გააგდონ, ტრანსპლანტური ამოვარტყან. ეს ფშიერი იყოს იქ, ქუჩაში ეძინოს, აი ვინ იზამს მაგას, ხო, ეხლა რომ ნორმალური ადამიანი გააკეთებს მაგას. არავინ არ იზამს მაგას. ხო, მაგრამ ფინანსური პრობლემები აი 90-იანებში ხომ იყო და აკეთებდნენ ამას ჟურნალისტები. 90-იანები კიდე სხვა სიტუაცია, იმიტომ 90-იანებში ყველა ეგრე იყო. 90-იანებში სხვა გამოსავალი არ იყო და ნახე 90-იანებში რა შემოსავალიც ჰქონდა ქართულ ჟურნალისტს, რომელიც ქართულ ფეხბურთზე წერდა. ის არ იყო არაადეკვატურად ცუდი შემოსავალი იმ დროისთვის. იმას ნორმალური შემოსავალი ჰქონდა იმ დროისთვის. მე გეუბნები, როცა
გაჭირვება იყო და ყველა გაჭირვებული იყო. არ იყო ეგრე. კი ის შემოსავალი დღეს რო გამოიტანო შეერი უნდა იყოს ეს ადამიანი, მაგრამ მაშინ არ იყო ეგრე. მაშინ ყველა ერთ ზონაზე იყო დაახლოებით. თუ ის არ იყავი ედუარდ ჭევარდნაძის გარემოცვაში თუ არ იყავი, გაზ თუ არ იპარავდი, ან პუშ თუ არ იპარავდი და არ ყიდდი, ისე შეერი იყავი უმეტეს შემთხვევაში. ან ნუ მინიმუმ დაუნაყრებელი მაინც და შესაბამისად ამ ადამიანისთვის ცხოვრება არ იყო რაღაც დიდად განსხვავებული სხვებისგან. მაგრამ ეხლამდელ რეალობაში რო გაწიროთ, გადადო თავი და ამას მიუძღვნა, დაფასება გექნება 0, შემოსავალი ძალიან ცოტა, შეერი უნდა იყო. ვიღაცამ შეიძლება გაგინოს, გცემოს, შენ არავინ დაგიცვას, რა გინდა ეგეთი რაღაცა. თავარი დამნაშავე ამ შემთხვევაში ჟურნალისტებზე მეტად ალბათ არიან ორგანიზაციები თვითონ, იქნება სპორტული გაზეთები, მაგრამ მაგათიც მესმის, იმიტომ რომ გაზეთებსაც ძალიან ცუდად წაუვიდათ საქმე ინტერნეტის განვითარებით, ვერ გადაეწყო ბევრი ინტერნეტ გამოცემაზე და ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა. ტელევიზიებში არავის არ აინტერესებს მაგის კეთება, იმიტომ რომ არ არის ყურებადი, რეიტინგული არ არის. საჭიროა ერთია, მაგრამ რეიტინგული არ არის. და მაგით არის რომ ყველამ საბოლოო ჯამში მიუშვა ეს. ყველამ თუ გაიხება. მაგრამ რეიტინგი რას მოაქვს? რეიტინგი მოაქვს ჩემი აზრით სიმართლეს. გააჩნია სიმართლეს. ოღონდ არ მოაქვს სიმართლეს. ნუ რაღაცა პოზიციის ქონას მაინც. შეიძლება ეს პოზიცია არასწორი იყოს. მაგრამ პოზიციის ქონდას, აი კობიაშვილის ინტერვიუ რო ვახსენეთ, ერთი მახსოვს თქვენ გქონდათ გამოხმაურება, ანუ სრული სიჩუმე იყო მედია კორპუსში, ესე ვთქვათ. ანუ არც ერთი კრიტიკული წერილი ამის თაობაზე, არც ერთი კრიტიკული სიუჟეტი ამის თაობაზე, რომ მინიმუმ, რა ვიცი, ის მაინც და სტატიების პრობლემა კიდე ცალკე ისაა, რომ კითხვა არ გვიყვარს ჩვენ. რამდენიც უნდა იმას ვილაპარაკოთ ახლა რაღაცა ისა ქართულს კითხვა არ უყვარს. სათაურს იქით არ მიდიან როგორც წესი და სათაურსაც ხანდახან ვერა სამ სიტყვიან სათაურს შეგო ვერ გაიგონ რა წერია და არა თუ კასტატია გაშალოს და იქ ისინი წაიკითხოს დიდი რამბები ან პირიქით რაღაცა შეურაცხყოფა. ეგით აივიწყე. სიუჟეტი კი ბატონო, მაგრამ ვისა აქვს პლატფორმა? ბევრს არ აქვს პლატფორმა რომ გამოვიდეს და რაღაცა თქვას. ვისაც აქვს პლატფორმა, ზოგს არ უღირს საერთოდ ამ თემაზე ილაპარაკოს. სულ რაღაცა საკეთებს. ალბათ არ უღირს, იმიტომ რომ იმ ეთერში სადაც კობიაშვილმა დავშოთ ეს ყველაფერი ილაპარაკა, იქაც კი არ მომისმენია, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ჭიაბრიშვილისადმი მსგავსი მიმართვა. ხო, და ნუ სხვა პლატფორმები, ვიღაცა სხვა ბიჭები თუ გოგოები ვინც აკეთებენ ამ სფეროში მოღვაწეობენ, ზოგი საერთოდ არ არის მისთვის ქართული ფეხბურთი მშობლიური მხარე, ასე ვთქვათ. ანუ სხვა თემატიკაზე აკეთებს კონტენტს, ასე ვთქვათ და არ გადმოდის აქეთ ენტუზიასტი რაღაც ზონაზე მართალია, რადგან არ არის კომპეტენტური და არ ეხება მას და ვერ იტყვის, ვთქვათ, ისეთ აზრს რომ დააფიქსირებს, რომ ღირებული იყოს, მაგრამ გარდა მაგისა, არ იტყიებს რა თავს, აკეთებს იმას, რაც უკეთ გამოზდის და აკეთებს იმას, რაც მის მაყურებელს უნდა ნახოს და ეგეც მესმის, ეგეც ლოგიკური. ვერავის ვერ მოთხოვე ხომ რომ რატო არ გამოდიხარ და ამას რატო არ ამბობ. ისაც უნდა გამოდის ლაპარაკო. რა თქმა უნდა. პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა არის სივრცე და ძალიან ცოტა პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ რომ ეგ აზრი გამოთქვენ და კიდევ ერთხელ დაწერილი ძალიან ბევრი არ კითხულობს და სამწუხაროდ. არ და მე მახსოვს სპორტული მედია, ბეჭდური სპორტული მედია, აი 15 წლის უკან ისეთი ძლიერი იყო და იყვნენ იქ ჟურნალისტები, რომლებიც წერდნენ კონკრეტულ გამოცემებში, იქ სარბიელი იყო, ოლიმპი იყო, ლელო იყო, ანუ აკანკალებდათ საფეხბურთო ჩინოვნიკებს გამოცემის გამოსვლა, რომ ვერ დაგეთანხმები მაგაში, რომ აგერე იყო, იმიტომ რომ მე მახსოვს ქართულ ფეხბურთზე როცა წერდნენ, ძალიან ხშირად წამიკითხავ სტატიები, სადაც არაფერი იყო ნათქვამი. აი უბრალოდ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სტატიას როცა იკითხავდი, ვის მისამართაც იყო დაწერილი, ის მიხვდებოდა რომ მასზე იყო დაწერილი და თვითონ ჟურნალისტმა იცოდა. სხვა ვერან არ ხვდებოდა რას გულისხმობდა. ერთი იყო ესეთი კონსტანტინე გოგიშვილი, არ ვიცი, შენ თუ გახსოვს, ძალიან კარგად წერდა. მე მგონი წავიდა საერთოდ საქართველოსდან. მაშინ იყო. ოლიმპში? ხო. და მე მგონი მე ლელოშიც იყო. ძალიან კარგად წერდა და ძალიან კრიტიკულად წერდა, სხვათა შორის. კი, გოგიშვილი მახსოვს. კარგი, აი ამ სურათიდან და ძალიან არასასურველი სურათიდან რა მიზეზით და რატომ არის კონტექსტიდან ამოვარდნილი საქართველოს ნაკრები კარგი გაგებით? იმიტომ რომ დინამოს აკადემია გაკეთდა და დინამოს აკადემიაში გაიზარდნენ ფეხბურთელები და პლუს ფედერაციამ კარგად იმუშავა იმ თვალსაზრისით, რომ ჟორჟი არ დავკარგეთ, ციტაიშვილი არ დავკარგეთ და ფეხბურთელები
კარგი გაიზარდნენ. უმეტესობა დინამოს აკადემიაში. ეგ დინამოს დამსახურდა, დინამოს მაგ დინამოს ინდიზია ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის. თვითონ ვერ გამოიყენეს დიდათას ყველაფერი, მაგრამ ნაკრებს რო გადახედო 70% მომენტ ფეხბურთელების დინამოს აკადემიის აღზრდილია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ანუ მაგ კუთხით დინამოს ხუთიანია, 5-დან 5 ეკუთვნის. ნამდვილად. თვითონ კლუბი რო მდგომარეობაში აქვს ასაკეთება, მაგრამ აკადემია ძალიან კარგად მუშაობს. ნუ ამოვიდნენ ფეხბურთელები და ნიჭი ის პაუზა, ის ჩავარდნა, რომელიც უფრო 2010-იანებში მქონდა, უშუალო ლოგიკური იყო ჩემი აზრით, ვიდრე დღევანდელი რეალობა რა, იმიტომ რომ კი შეიძლება ფეხბურთის განვითარების კუთხით ბევრი არაფერი ვიქნია ამ ქვეყანაში, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები მაინც უნდა წამოსულიყვნენ უფრო მეტნი. მაშინაც იყვნენ პრინციპში რომ გაიხსნა, ხო, ვერმა სხვა გადაუხვია, ასე ვთქვათ, სპორტულ გზას, ხო? ბევრი ჩემპიონატი და ბევრი ქვეყანა შეიძლება გაიხსნას, სადაც ჩემპიონატის დონე დაბალია და ნაკრები ძალიან ძლიერია ჩემპიონატის დონესთან შედარებით. ბევრია ეგეთ შემთხვევები. თუმცა ამ ხელა სხვაობა რა ჩვენ გვაქვს ნუ ხო ხმა ხორვატიაც ხორვატია ადრე კიდე უფრო იყო ეხლა კიდე ნაკრებს ჩვენ ცირდა ცოტა სხვაობა რა გულისხმობ იმასო ჩემპიონატს რომ მიუახლოვდა ნაკრებს და ჩვენთანაც ეგ თუ არ დაიწყო ჩემპიონატი თუ არ ამოიწია და ზემოთკენ თუ არ წავიდა ნაკრებისკენ დონის თვალსაზრისით ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს კვარაცხელია მიქაუტაძე თუ მამარდაშვილი 10 წელიწადში 12 წელიწადში 15 წელიწადში კარიერას დაამთავრებენ და შენ სტაბილურად მოგდიოდეს თაობა ისეთი რომელიც ფეხბურთს მაღალ დონეზე ითამაშებს ამისთვის ჩემპიონატი ცოტა ძლიერი უნდა იყოს ესეთი არ უნდა იყოს როგორც არის იმიტომ რომ საქართველოს კი არა ბრაზილიას წავიდა საქმე ცუდად კი ვარსკვლავები ყავთ ეხლაც მაგრამ აბა შეადარე 20 წლის წინ მიყავდათ და დღეს ვინ თამაშობს ვინისიუსი და რაფინია არიან თავი ვარსკვლავები როდესაც რონალდო და რივალდო ყავდათ ხო ანუ აქაც ჩავარდნაა სერიოზული თუნდაც ბრაზილიაში და ბრაზილიას თუ მოვიდა ეგ ამ ხელა ქვეყანას ამ ხელა საფეხბურთო ინდუსტრიით შენ როგორ ამოგივა იგივე უარესიც ერთა ლიგა საერთოდ ერთა ლიგის ფორმატს თუ ემხრობი? რატო არა? ერთა ლიგა რო ყოფილიყო ვერ გავიდოდი ევროპის ჩემპიონატზე და ამ თვალსაზრისით კი ზოგადად ხარისხის თვალსაზრისით ერთა ლიგა მე მომწონს რადგან ის ამხანაგური მატჩები მაგალითად თითქოს დიდი კლუბი, დიდი გუნდები, დიდი ნაკრებები ცოტა არასერიოზულად უდგებოდნენ თავიდან, მაგრამ რაღაცა შეიცვალა მე მგონი. ეტაპზე უფრო უდგებიან ვიდრე ვთქვა დასაწყისში, მაგრამ კარგია ეგ, იმიტომ რომ იმ ნაკრებებსაც ხო ჭირდებათ რაღაცა შედარებით არასერიოზული თამაშები, სადაც დატესტავენ უახლოეს რეზერვს, ასე ვთქვა და ადრე ამხანაგური მატჩები იყო, სადაც საერთოდ კატასტროფა ხდებოდა მაგ თვალსაზრისით, აზრი არ ქონდა. მე მახსოვს, ხო, შენ როგორ ახსოვს, სანაკრებო პაუზა რო იყო, ამხანაგური თამაშები რო იყო, ნუ აი აზრი არ ქონდა რა, სისულელე იყო. ერთადერთი რაც მოგვაკლდა არის და ეგეც არ იყო ბოლო პერიოდში სანახაობრივი, ადრე უფრო კარგი იყო. სამხრეთ ამერიკული და ევროპული გუნდების ამხანაგური. თუმცა ხანდახან ეგეც არის ხოლმე ეხლაც. ხანდახან არის რომ აი თქვა ერთა ლიგაზე არ უწევს იმას თამაში და ისიც თავისუფალია და შეიძლება ბრაზილია, ინგლისის არ მენახვა, არგენტინა, იტალია რაღაცა, მაგრამ უფრო ნაკლები არის ვიდრე ადრე იყო. მე უფრო საკლუბო ფეხბურთის მოყვარული ვარ და ზოგჯერ ნერვებს მიშრს ხოლმე სანაკრებო ხშირი პაუზები. ხო, ნუ მაგრამ ეს შესაძლებელი ცუდი არ არის ახლა, როგორც არის, იმიტომ რომ 4 გუნდიანი ჯგუფები როა ძალიან მალე მთავრდება თან და ინტრიგა ყველა თამაშს. აღარ არის ისე რომ 10 ის არის 7 გუნდია ჯგუფში 12 თამაშია და იქ რაღაცა ბოლო 3 ტურით ადრე გარკვეულია ყველაფერი. აქ ძალიან ბევრ ჯგუფში ბოლომდე იქნება ბრძოლა და ძალიან დაძაბული სიტუაცია. ეგ არის საინტერესო, თორე ისე ხო საკლუბო ფეხბურთი ესე რო აიღო სეზონის გამო თვალსაზრისით ბევრად წინ არის მაგ ვიდრე სანაკრებო. მაგრამ ფინალურ ეტაპებში თუ აიღებ ჩემთვის ბოლო წლებში აი ბოლო 10 წელიწადში სანაკრებო წინ წამოვიდა უფრო რა. აი 2020 წლის როდან ბოლო 10 წელი არ ბოლო 5 წელიწადში რა. 4-ში და შემდგომ 2021-ში იყო. აი 2021 წლის ან 2020 ევრო სოფლიოს ჩემპიონატის შემდეგი ევრო ეს 3 ტურნირი სანაკრებო ბევრად დასამახსოვრებელი და კარგი იყო ჩემთვის ვიდრე მთელი წინა ეს პერიოდი საკლუბო სეზონები. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ბარსელონას მაინც კარგი არ იყო მაგ პერიოდში და მესიც წავიდა გუნდიდან და ცოტა ინტერესი დამეკარგა. ეხლა ცოტა ხანში გადავალ ბარსელონაზე, მაგრამ აი ქართული ფეხბურთის ბოლო ამბავი ნაკრების აი როგორ გამოიყურება ნაკრები ამ შესარჩევში და თუ ხედავ რამე შანსს იმისთვის რომ როგორ არის კაცო შანსი იცი რა არის მე შესარჩევი რო იწყებოდა ეს თამაშები არანაირი ილუზია არ მქონდა სოფლიო ჩემპიონატზე გავხიდე უნდა გავხიდე პირველ ადგილზე რეალურად იმიტომ რომ მეორე ადგილით გადიხარ პლეი-ოფში და იქ მე კაცმა არ იცის შეიძლება ინგლისში შეხვდე
სიტყვაზე თუ თავის ჯგუფში მეორეზე გავიდა. ძალიან რთული მეტოქი შეიძლება დაგეჯახოს. არა ეს ერთა ლიგის პლეი-ოფი, სადაც იცი რომ შენი დივიზიონის გუნდის ხუდები აქ შეიძლება ნებისმიერ შეხვდე. მაგალითად წინა მსოფლიო ჩემპიონატ შესაძლოა მაკედონიაში შეხვდა იტალიას და რომ მოუგო იტალიაში, პორტუგალიას და შეხვდა მე ხო? ახლა ეგეთი გზა რო შეხვდება პლეი-ოფში ისი იმედი უნდა კონდეს, ხო? ამიტომ გავხდე პირველზე. პირველზე გასვლა რთულია, იმიტომ ეს მეთი გავს. რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ნუ აბსოლუტურად ანორმალურ ფეხბურთს თამაშობს, ხო? თურქეთანაც ითამაშეს, მე ეგეთი ფეხბურთი ძალიან დიდი ხანი არ მინახავს. ხაპარი იყო ისე თამაშობდა. ყავს თურქეთი პლუს, რომელიც ძლიერია რეალურად თქვა ეხლა, ძალიან არ გავიმართლა. ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხდით. ამ შესაძლოა ძალიან ბევრი ჯგუფია, სადაც რომ მოუხედველიყავით, გვექნებოდა იმის ამბიცია, რომ მეორეზე რაღაც უნდა გავიდეთ და შეიძლება პირველისთვის ვიბრძოლოთ. არის ამდენი ეგეთი ჯგუფი და აქ არ მქონდა ილუზია და ფიქრობდი, რომ ნუ ალბათ მესამეზე გავალთ, ალბათ. და არ უნდა პრობლემას ჩემთვის არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ამ ნაკრების შემთხვევაში მე ჯერ უკვე ბედნიერი ვარ, რომ რაც მოხდა და რაც ვნახე მაგითი. და მეორე ამ ნაკრების მუღამი ჩემთვის იმაში მდგომარეობს, რომ გულშემატკივრო რასაც ქვია კომაგის, ანუ ის არ მაქვს, რომ კიდე თორემ მოვიგოთ და რაღაცა ეს უნდა დავამარცხოთ, აი ეგენი არ მაქვს რა. ნებისმიერ სიტუაციაში სიამოვნებას ხედავ. კაიფობ რა, მიხარი ბედნიერი ვარ რა. ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე და მამარდაშვილი და საბაგო გიჩიძე თუნაზე, კიტეიშვილი და ქოჩორაშვილი. აი ეს ტიპები რომ ამ ნაკრებში რო ყავს, ჩაკვეტაძე. გუნდში რო არიან ეს ტიპები. ჩემი გუნდის ფეხბურთელები რო არიან ეს ტიპები. ეგ ისა მაბედნიერებს რომ და კიდია და იმის იქით. ანუ თუ მოვიგებთ ზანგაია გამიხარდება. დიდი ხანია ეგეთი რამე არ გქონია. არა, რა სხვა ბავშვობიდან, ჩემი ბავშვობა იყო რომ აი მიხაროდა რა შოთა არველაძე, რაღაცა კობიაშვილი, ისა რიაშვილი, კაი ფეხბურთელები რო იყვნენ და ცალკე კლუბებში რო ხომაგობდი რა. ეხა შაბათქვია რომ მოდის, აღარ ვიცი ვის გულშემატკივრო უკვე და ვის უყურებ. ძალიან რთულია. ხო, და ძალიან კაია ეგ ის დილემა რო გაგვიჩნდა და ამათ რო გულშემატკივრობ ესე ცალკე შესაბამისად ნაკრებსაც ისე უყურებ უკვე რომ აი თუ მოვიგებთ ძალიან გამიხარდება. ბიჭებო, თქვენთან ერთად ვარ, მაგრამ თუ ვერ მოვიგებთ არა უშავს, მაგის დედაცვატირე. სათო, ყველა კაი ბიჭები ხართ. ვენ გადაცვათ. ანუ აი მევასება გუნდს რასაც ქვია გულშემატკივრობ რა და ტიპებს გულშემატკივრობ ცალ-ცალკე და მაგიტო თუ თქვა ვერ გავედით ამ სოფლიოზე მithmas რეალობიდან გამომდინარე არა პრობლემა არ არის. ოღონდ ნახე თადეგრე არ არის რომ მე ესე მარადორ და არა გაუბრაზდები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდეთ. იმიტომ რომ გონია რომ იქ უნდა გავიდეთ. თუ გვინდა რომ დავადასტუროთ რომ ჩვენ ნაკრებს პროგრესი აქვს იქ უნდა გავიდეთ ისევ, იმიტომ რომ 24 გუნდი გადის ნახევარი, ანუ ეხლა ნახევარ გუნდებში უნდა მოხვდეთ ევროპის ყველა ვარიანტში, გვაქვს მაგის ამბიცია, საფუძვლიანი რომ იქ უნდა ვიყოთ აუცილებლად. ანუ მან გავბრაზდები უკვე ევროპის ჩემპიონატში და ვერ გადავდოთ. ოღონდ თან შესარჩევი, ისე კი არა ერთა ლიგიდან. აი უნდა შესარჩევი მინდა რომ უკვე გავიაროთ, ოღონდ ეხლა იქაც რაღაც კატასტროფულ ჯგუფში არ მოხვდით რა. თავარი ანუ თამაშა უკვე აწეულია. არა მარტო ჩვენთვის, მე მგონი ყველასთვის, ანუ უცხოელი ჟურნალისტები და კომენტატორები სულ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები უკვე ისეთი გუნდია, რომ ბულგარეთი რო ჩამოდის ათამაშოთ, 3-0-ს რო უგებ, არავის არ უყვირს. რავი, 10 წლის წინ ფოერბერკებს გაუშვებდი და ზეიმი იქნებოდა ქალაქში, აი ისე რომ სოფლიო მთავრდება. მწვრთნელები შეეწირა ბულგარეთთან წაგებას, კაცო. ანუ ეხლა წაგებაც არის, წაგება არის, აი რომ თავის დროზე. გადაგვიმტრიოს მუხლზე, თუ უარესად თუ არ ვიტყვი კიდე. 6-2 მოგიგებს ბულგარეთი, მაგრამ ნუ ეხლა რომ 3-0 მოვიგეთ, არის რა გაკვირვებია? ყველა, ნუ გამარჯვება მოვიგეთ, თურქეთმა ისე წააგო იქ ესპანეთთან, რომ მეორე ადგილზე გასვლის შანსი გაგვიჩნდა. ოღონდ ამის აუცილებელია, რომ ესპანეთთან პატარა თუ წავაგებთ. პატარა ანგარიში და თურქეთთან მოგება. თურქეთში ნამოიგო, ხო, ერთი ეგა. ანუ თუ არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შესრულებადია. რა თქმა უნდა, თურქეთში მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა. იმიტომ რომ ახაცო წავაგეთ, უბრალოდ კატასტროფულად ვითამაშეთ პირველი 50 წუთი, თორე ეგეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია, კიდევ ერთხელ ეგრე მგონია, მაგრამ ეგეთი დიდი სხვაობა არ არის. იმედია რომ ჩაკვეტაძე დაგვემატება კიტეიშვილი, ხო, ეს ორი ადამიანი. ძალიან დიდი დანაკლისია. და ნუ მეორე ვარიანტია კიდევ თურქეთმა იქ ბულგარეთში დაკარგოს გულები, ხა, ფეხბურთია რა. არავინ იცის, ხო? ბულგარეთი არა ის გუნდი, რომ 6-ე თამაშში წააგოს ესე წყლარად. რა ვიღაცას გულებს დაართმოს. ხშირად ეგეთი გუნდი ჩვენ ვართ ხოლმე. აი ერთს რო ვიღაცას გულას ართმევენ, წეს ჩვენ ვიჩიტებით ხოლმე ეგეთი გუნდი, მაგრამ თურქეთი აღარ მოწევს ახლა. დემბელეს ოქროს ბურთი როგორ ხასიათზე გაყენებს? აი რეაქცია არ მაქვს ვაფშე. სასაცილო იქნება უბრალოდ, რავი, ამდენი წელი რომ ლანძღავდი ტიპს და ოქროს ბურთს რო იგებს, მაგრამ ერთ-ერთ მაგრამ სამაგოდ კაი ისტორია. არა უშავს თუ მაგ ისტორიაში მე მომეწუწება ცოტა. არა, მეც არ გამიხარდება ძალიან. არა, მე წყინს
იმიტომ რომ ზუსტად ისეთი დამოკიდებულება მაქვს დემბელეს მიმართ, როგორც ჩვენ ისეთი სულელია, რომ აი რაღაცა უნდა მოიგოს რა, აი ეგეთი ტიპია რა. აი ხო ნახე ძალიან უცნაურია აი კაცი ოქროს ბურთს რო იგებს რა და აი მაგით უნდა მოიგოს. ეგეთი ცხოვრება, ეგეთი კარიერა აქვს საერთოდ რა, რაღაც ხო საერთოდ გეგონება რომ საერთოდ არ იცის სად არის. ვინ არის დღეს სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? იამალი. ან მბაპე. უფრო მბაპე ალბათ დამსახურებიდან გამომდინარე. მე პედრის და იამალს შორის არა, პედრიც რა თქმა უნდა, მაგრამ მბაპეს იმიტომ ამბობ უბრალოდ რომ გარდა იმისა, რასაც დღესაც თამაშობს, ეხლა რა ფორმაშიც არის და საერთოდ წლების განმავლობაში რა ფორმაშიც არის, აი სტაბილურობის თვალსაზრისით. ხო. ყველაზე უსამართლო ოქროს ბურთის მფლობელი ვინ გახსენდება მინუს დემბელე? დემბელე არ არის უსამართლო ბატონო, თუ მოიგებს ძალიან სამართლიანი იქნება. მე არ მგონია რომ გინდა თუ არა აუცილებლად გარანტირებული კონდეს რომ მოიგებს. არის შანსი რომ იამალმა მოიგოს მაგალითად ჩემი აზრით. პედრი ნაკლებად, მაგრამ იამალმა უფრო შეიძლება, იმიტომ რომ ეფექტი შემოიტანა ძალიან დიდი რა, იმაში. ეს გადაცემა როცა დაიდება, უკვე გვეცოდინება. ხო, როდის ირკვევა? 23-ია და ზეგარი დაჯილდოება. მართლა, ესე მალე. დღეს 21 სექტემბერია. უიმე. ხო, 23. მაშინ პროგნოზებს არ გავაკეთე. ხო, არა, უსამართლო, მე არ მგონია რომ რომელიმე ოქროს ბურთის მფლობელი უსამართლო ყოფილიყო. უსამართლო არის 2020-ში რომ ლევანდოვსკის არ მისცეს. აი მაგას ვიტყვი. ინიესტას როცა ეკუთვნოდა ნამდვილად. როდის ეკუთვნოდა ინიესტას? მე არ ეს იყო 2010? ვიცოდი რომ მაგას ვიტყვი. ეკუთვნოდა ინიესტას, კიდე თუ არა მართლაც. რატო? არა, თუ მე მკითხავს ვინმე სანამ მესი ფეხბურთს თამაშობს ყოველი წელი მესის უნდა იყოს. მართლაც ბერზე იტყვი, ყველაზე არგუმენტია. მესის არის არგუმენტი, რომ სეზონი ქონდა როგორც არავის არ ქონია საკლუბო ფეხბურთში მანამდე. ალბათ ეს ერთ ტიპს არავის ეგეთ სეზონი წელი, უბრალოდ არ ქონია არასდროს, რაც მესის ქონდა მაგ წელს. მე როგორ თვითონ მეკონდა უკეთესი, მაგრამ ნუ ეს წელი ეგეთი ქონდა. სოფლიო ჩემპიონატი ცუდი, მაგრამ ეს წელი ქონდა სამაგერად ეგეთი მაგარი. სნეიდერია მეორე მხრივ ტიპი, რომელმაც ტრებლი მოიგო ინტერთან ერთად და სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ბომბარდირი გახდა სოფლიო ჩემპიონატის თან. და სნეიდერიც სამალოში ვერ მოხდა საერთოდ. მეორეს რო ყავს დავიდ ვილა, რომელმაც მაგალითად მაგ სოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ალბათ პირველი მაგის დამსახურება იყო. 5 გოლი გაიტანა 7-დან თუ რაღაც, ხო? კი, ინიესტა ფინალში შეაგდო, მაგრამ გინდა თუ არა ინიესტას ეკუთვნოდა, ან გინდა თუ არა სნეიდერს, ან გინდა თუ არა მესის, ან გინდა თუ არა მესის, ეგრე ვერ იტყვი რა. რომელიმის ნებისმიერ შემთხვევაში გაცდებოდა კითხვა, იმან რატო არ მოიგო და ამან რატო მოიგო. მაგრამ ხა მესი რო იგებს იქ კითხვები არ არსებობს. მთელი წელი თუ კასტილით არის არა და ტრამვირებული თუ არ იყო, ან კრისტიანო თუნდაც კრისტიანო რო იგებს რა, მთელი წელი თუ ტრამვირებული არ იყო, მოი კრისტიანო არა, ან მესი არა, როგორ შეიძლება თქვა, ამან არ დაიმსახურა, რანაირად. ტიპს შეუძლია ეს რაღაცები აკეთოს მოედანზე, ამ ორს შეუძლია ესეთ რაღაც ვერავინ ვერ აკეთებს და რაღაცნაირად რახან ოქროს ბურთი მოიგეს, ესე იგი რაღაცა გააკეთეს, ხო ის არ იყო რომ არ უთამაშია საერთოდ. მაგიტი ოქროს ბურთის მომგები უსამართლო მე ვერ ვიხსენებ რომ ვინმე ყოფილიყო რა. ვიღაცები ამბობენ ოუენ, მაგრამ რატო არ მოიგო? ძალიან დამსახურებულად მოიგო ოუენმა 21-ში. ლივერპულმა ადგა და რა 1000 იყო. სადაც 1000 დაინახეს, ყველაფერი მოიგეს. ჩემპიონატს ვერ გაეკარნენ. როდრიმა დამსახურებულად მოიგო. ვინისიუს რომ მოიგო, ვინისიუსი დამსახურებული გამარჯვებული იქნებოდა. ხო შეიძლება ერთ წელიწადს 3 დამსახურებული იყოს და ერთი იგებს, ვერ იგებს 3 და. ყველა შეიძლება ეგრე. ლევანდოვსკი რო არ მოიგო ერთ წუთში, რო არ მისცეს, იმიტომ რომ ნუ აი მან ეხლა რო ეს იყო 2020 ხო? რომელიც გააუქმეს. ეხლაც რო გამოვიდნენ ტიპები და თქვან რომ 20 წუთში ვის მივცეთ გამოკითხვა ხო არ ჩავატარო თუ არა, ასაჭირო გამოკითხვა პირდაპირ ყველა წუთს რომ ლევანდოვსკის უნდა მიცეთ, რა ვის უნდა მიცეთ. ყველა მიცის რომ მაგისი იყო მაგწელს ოქროს ბურთი. აი პროსტა ეს არ მისცეს. სეზონი ჩატარდა, ან უმეტესობა ჩემპიონატების დამთავრდა, ვითამაშეს. და ამათმა არ ვიცი რა პრობლემა გაუწევდო იმეილით ვერ გამოვაგზავნა ხალხმა 5 კანდიდატი თუ აი რატო არ ჩაატარეს არ ვიცი მართლა. ის არტოს უბრალოდ ესე ოქროს ბურთი. მოდი ნელ-ნელა ბარსელონაზე გადავიდეთ. მე და შენის თაობა ვართ, რომელსაც აი ძალიან ცუდი პერიოდი გვახსოვს ბარსელონასი და მთელი ეს რენესანსის ხანა შემდეგ. როცა ფლიკი მოვიდა ბარსელონაში, სკეპტიკურად უყურებდი, საერთოდ აი ვერ წარმომედგინა გერმანელი სპეციალისტი, აი რამდენად აი ამ ტიპის გუნდთან იქნებოდა ორგანული. მაგრამ აი სიურპრიზი იყო ნამდვილად. იმისა რომ ფლიკი არ არის ტიპური გერმანული ესეთი მენტალობის მწვრთნელი, კი. მაგრამ მაინც აი თვლი რომ აი ცოტა შემოქმედებითი რაღაც ეს სხვანაირი ტიპი
წარმომიდგენია ყოველთვის ბარსელონას მთავარ მწვრთნელად და მაგრამ ნუ აი ცოტა გაოცებული, გაოგნებული წინა სეზონით. რაღაც მომენტში ვიგრძენი ესეთი რამე რომ აი ხომ არ მიდის ბარსელონა აი ესეთი სიდიადისკენ როგორიც გვარდიოლას პერიოდში ჰქონდა. ხედავ ამის ნიშნებს. შარშანდა სეზონში თავისუფლად შეიძლება ეგ მომხდარიყო იმიტომ რომ ტრებლამდე ძალიან ცოტა დააკლდათ მე ახლა აბსოლუტურად რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ფინალში რა მოხდებოდა რომ გასულიყვნენ იქ და სადაც სალიფეხტიყვნენ რომ გასულიყვნენ მაგრამ დიდი შანსია რომ ზოგიერთ შეიძლება ძალიან მაგარი თამაში გვენახა აი რაღაც სასწაული ფინალი 5-4 რო დამთავრებოდა ეს რა ფინალი იყო აი გახსენებაც კი არ მინდა ანუ საუბრობთ უდი ფინალი იყო მაგრამ კარგი იყო ის რომ ყარამატში ქართულმა გაიტანა ფინალში ისტორიაში პირველად ხო პირველი ქართული გოლი იყო ფინალში კი და მაკრო კარგი იყო, მაგრამ ფეხბურთის ფასადაში ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის ფინალი უკეთესი იქნებოდა, ჩემი აზრით, ვიდრე საბოლოო ჯამში მით უმეტესად გამოვიდა იმის ფონზე. ტრებლი რომ მოეგო შარშან ბარსას. რა თქმა უნდა, პრეტენზია ექნებოდა იმის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი ბარსელონას ისტორიაში, სეზონი, გამორჩეული სეზონი ბარსას ისტორიაში, არა მარტო ტრებლის გამო, არამედ იმ ფეხბურთის გამო, რაც გუნდმა ითამაშა, მით უმეტეს იმის ფონზე რასაც თამაშობდა. რამხელა სხვაობა მიიღეს წინა წლებთან შედარებით, ხო და ფეხბურთელები, რომლებიც წინა წლებში ვერ თამაშობდნენ, არაფერი არ იყო. ყველა სამხელა პროგრესი ჰქონდა. რაფინია რო ფეხბურთი თამაშობდა ესეთ დონეზე, ჩემთვის იყო, რომ აი აბსოლუტური ის იყო ნონსენსი რა და წარმოუდგენელი რა რანაირად. ანუ წინა სეზონი მაქრო რაღაც საგიჟეთი გამოდგა დემბელეს ესეთ სეზონი, რაფინიას ესეთ სეზონი, თავი გავანებოთ იმას, რომ შარშან თუ გახსოვს ძალიან ბევრმა კლუბმა წინა სეზონში ისეთმა რომელსაც უჭირდა ტიტულების მოგება ძალიან ბევრმა ტიტული მოიგო. უცნაური სეზონი გამოვიდა მაგ კუთხით და შარშანდელი. მე რა წლების მე გაიხსენა მე ხოლმე რომ ამ სეზონში ას მოხდა, ის მოხდა, ის მოხდა. და ფეხბურთელების თვალსაზრისითაც ეგეთი რაღაც იყო რა. დემბელე მითამაშა კარიერის სეზონი, რაფინია მითამაშა კარიერის სეზონი, ლევანდოვსკი რომელიც მეგონა რომ დამთავრებულია და აკამბეკა ისე რომ რა ვიცი სასწაული სეზონი ჰქონდა, იამალი 17 წლის იყო და რა თქმა უნდა ყოველდღე მხოლოდ წინს და ზემოთ შეიძლება წასულიყო, მაგრამ ჩავის ხელში ბოლო პერიოდში არ ჰქონდა კარგი მონაკვეთები და გაჩერებული იყო თითქოს. პედრიც არ იყო ისეთი ეფექტური როგორც ფლიკის ხელში, მიუხედავად იმისა, რომ აი სასწაული ფეხბურთელია და აი ყველას რო პროგრესი ჰქონდა, ერთადერთი ვისაც პროგრესი არ ჰქონდა, იყო არაუხო. ეგეც ითამაშა და პროგრესი არ ჰქონდა, იყო არაუხო და ამ კაცის ხელში კასადოს ფეხბურთს თამაშობს. ფერმინ ლოპესიც ძალიან კარგია. ფერან ტორესია ადეკვატური ფეხბურთელი. კი, ისე ვაფუჭებს, მაგრამ ნუ აი რო იყვე ესე განსაკუთრებულ ცუდს რაღაცას არ აკეთებს და პირიქით შარშანალის სეზონი ძალიან კარგი ჰქონდა. რაშფორდი არ ვიცი ხა რამდენად გამოდგება ბარსელონას, იმიტომ რომ არ გავს ბოლომდე ბარსელონას ფეხბურთს, მაგრამ შეიძლება მისი კარგად გამოყენება და ამ კაცს ნუ ესეც საკვანძო თამაშებს თუ მოიგებს ხოლმე. არა, გოლი გაიტანა ჯერის მეორე ხო, თუნდაც და მე მაგ ამ ტიპის მიმართ როგორ დამოკიდებული ფლიკის მიმართ, რომ რახან ეს ტიპი თulis რომ ეს აქ უნდა იყოს, ჯერჯერობით მაინც. ესე იგი, ხო, არა, მენდობი ბოლომდე რა. იმიტომ რომ წინა სეზონის წინ მე სკეპტიკურად არ ვიყავი განწყობილი. მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ არანაირი განწყობა არ მქონდა, ანუ ყველაფერს თუზად ვიყავი რა, ველოდი რომ შეიძლება ესე წავიდეს საქმე, ველოდი რომ შეიძლება ძალიან ცუდად წავიდეს საქმე და კატასტროფა, იმიტომ რომ ფლიკიც ხო ეგეთი კარიერა გამოუვიდა რაღაც დონეზე რა, რომ ბაიერნს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა ისე რომ ყველა თამაში მოიგეს. არა თუ არ წააგეს, ყველა მოიგეს საერთოდ. მათ შორის ბარსელონას მოუგეს 8-2. და მე გერმანიის ნაკრებში იყო, სადაც კატასტროფა იყო. წააგო ყველაფერი, იაპონიამ მოუგო და რა ვიცი, ვინ არ ყველა მოუგო, თამაში არ მოუგია, თუ ერთი პლეი თამაშა, მეგონა 4-5 თამაში წააგო და გამოვაგდეს იქიდან. აი ეს ორი კონტრასტი იყო. და ეგეთი მოლოდინის ჰქონდა, შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ის იყოს. ჯერჯერობით გამოვიდა აქეთ ბაიერნი რაც იყო ის. აი შენი აზრი მაინტერესებს, რატომ არ უნდა ბარსელონაში დაბრუნება პეპ გვარდიოლას? ფათაშორის მაგას ვფიქრობდი რამდენიმე დღის წინ და დეგენერატია თქო ვიფიქრე ჩემთვის მაგარი ულანძღე. ანუ იმიტომ კი არა ბარსელონაში არ დაბრუნება არ უნდა რაღაც. კარიერას გადავხედე რა და 4 წელი ბარსელონაში იყო, 3 წელი ბაიერნში და მე-10-ია სიტიში უკვე და გამიტყდა რაღაც რა, რომ აი ბარსა 4 წელიწადში გაიქცა მეთქი და ერთი წარმატებელი სეზონის მერე და 10 წელი რა უბედურებაა მანჩესტერ სიტიში. აგრა გამიტყდა. რატო არ დაბრუნება არ ვიცი. და ეხლა მეც არ მინდა რომ დაბრუნდეს. ანუ ფლიკი ძალიან მაგმოფილებს და ძალიან მომწონს და თუ ისე დაემთხვა რომ ფლიკი წავიდა და არა, უცნაური რატომ არის, იცი? აი ზოგადად პეპ გვარდიოლა ხომ მიჩნევს რომ ეს თუ ისეთობა რომ სადაც იყო სერ ალექს ფერგიუს, ანუ მისი იდეალი რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სერ ალექს ფერგიუსონია. აი ეს ისტორია, ხო და ამ ისტორიას რატო აკეთებს სიტიში, რატო უახლოვდება ეს ამ ისტორიით ფერგიუსონ სიტიში და არა თავის საყვარელ ბარსელონაში. ჩემთვის ამოუხსნელია ეს. ერთადერთი რაც თქვა
ახსნადია ჩემი გამოსახედიდან არის ის რომ ესო წავიდა არსადან მე თქვა რომ სადაც იყო იქ აღარ დაბრუნდება რაღაც ანუ არა უშავს შეიძლება იმ სიყვარულის დაკარგვის ეშინია რაც შეიძლება წარუმატებლობამ გამოიწვიოს ბარსელონაში შეიძლება არა გამორიცხული კი შეიძლება იმიტომ რომ სიტიში ახლა რაღაცა ეგეთი ისინი ჩანს უკვე მე მგონია რომ ამოწურათ თითქოს ცარიელია აიბები მოაქვს აი სიმეონეს რაც ჭირს ახლა ატლეტიკოში რაღაც ეგეთი ისინი მოაქვს უკვე ავტომატზე რომ არის ხო და დიახ არ მომწონს არც მე და დარწმუნებული არც თვითონ აი პრესკონფერენციებსაც რო დააკვირდები ხო მაჩის წინა პრესკონფერენცია აი აბსოლუტურად სხვა იყო რამდენიმე წლის წინანდელი პრესკონფერენციები ეს სხვა мотивაციით სხვა იუმორით აი და ეხა სხვანაირია მე მგონი დრო არ წავიდეს მაქედან იმიტომ რომ რავი აგერ კლოპი წავიდა და ის დაიღალა ის ტიპი და ეს ეხეს დაშოდაღლილიყო და გამოფიტულიყო საერთოდ იქნებოდა გასაკვირი მოურინიოს ბენფიკაში დანიშნოს როგორ იცი რა ძალიან უცნაური ფაქტია ეგ ანუ ბენფიკაში და მივიდა არა იმიტომ რომ ხო იყო მან კარიერა მან დაიწყო თვითონ ხო უცნაურია ისედაც და ძალიან სასაცილო ფაქტია ორი ფაქტი რომელიც მაგასთან არის დაკავშირებული ბენფიკასთან და მოურინიოსთან ანუ ბენფიკა გააგდო ფენერი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გააგდეს ამის გამო მოურინიო რომელიც ახლა მივიდა ბენფიკაში და ბენფიკამ რომ გააგდო ფენერი გოლი გაუტანა აქ თურქოღლომ ბენფიკადან ფენერს რომელიც ორ დღეში გადავიდა ფენერში მე ანუ ეგეც სიგიჟე გაგიგია საერთოდ ტიპმა გოლი გაუტანა და გააგდო ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან ამან ტრენერი გააგდო და ეს წვნელი წავიდა აქ და ეს ფეხბურთელი ამაში გადავიდა. ძალიან უცნაური ისტორია. ხო, ძალიან, ну, საფეხბურთში ხდება ხოლმე ფეხბურთზე ეგეთი სისულელეები, მაგრამ ხო, ძალიან ერთ თვეში მოხდა ეს ყველაფერი ნაკლებში, ორ კვირაში თუ რაღაცა და ჟოზეს ყოფნა საერთოდ ტოპ ჩემპიონატებში ყოველთვის კარგი სანახაობია. თურქეთი ძალიან უხდებოდა ჩემს. აი ძალიან. ხდება კი? ძალიან უხდებოდა. მე წინა რო წავიდა. მევასება ხოლმე მაი ფენერი ბეშიქტაში გადა. სტამბულური დერბები. მაგ თამაშების ყურება ძალიან კაია და ეხლა დაგეგმილი მქონდა, მინდოდა ძალიან წავსულიყავი, დღეს არის მე მგონი ზუსტად ქასიმფაშა მეთქი შოთი მოურინიოს დაპირისპირებას ნახავთ ხო და აი ისე მეწყინა რომ წავიდა, ისე მეწყინა რომ აი მთელი გეგმები ჩამეშალა რა და სტამბულურ დერბიზე არასდროს არ უყოფ ვარ ჩემს განუხორციელებელ მიზნებში რჩება ჯერ კიდევ. აი, ხო არაფერი, აი რა უნდა, ეხლა სტამბულზე იმ სამში თუ აი ეს სიტულებაზე ესეც? არა, ზოგადად სტამბულში ფენერბახჩეზეც წახვიდოდი. არა, ნუ ეს ეხლა შოთის და მოურინიოს თორე ისე რა სტამბულური დერბია ეგეც? ეგეც სტამბულურია, მაგრამ უფრო აი ფენერი გალა, ხო, ეს სამი რა, ეს გიჟები, ეს საგიჟეთი, ეს ჯოჯოხეთი, მინდა რომ შევიგრძნო. უი დღეს პანათინაიკოს ოლიმპიაკოსია ჯოჯოხეთზე. თუ ელაპარაკებ ეგ და ტროენა ზვეზდას სტადიონზე მინდა კიდე აუცილებლად მოხვედრა, რომელიც ჯერ ვერ პარტიზანთან თამაშზეო. აი დიდი სიამოვნებით. აი მომწონს ეგეთი უცნაური დაპირისპირებები. მაგ დაპირისპირებებშია ჯერჯერობით ევროპულ ფეხბურთში შერჩენილი ჯერ კიდევ ის მუხტი და ის საფეხბურთო ტრობა, რომელიც დასავლეთ ევროპაში ცოტა დაკარგულია რა. აი გუშინ ძლივში უყურე მას მანჩესტერი ჩელსის აი რაღაცა სიხისტე იყო, რაღაცა ორი წითელი რაღაცა ხო, აი რაღაცა გაჩნდა იმ შეგრძნება რომ ჯერ კიდევ ცოცხალია Manchester City, Manchester United ერთი კვირის წინანდელი რაც იყო მანამდე ხო? ანუ აი ესეც ყნარად ეგეთი კულტურული ფეხბურთი დერბიში უცნაურია და ძალიან მომრავლდა ეგ რა. რამდენიმე აი დასავლეთ ევროპაში რამდენიმე თამაში დარჩა სადაც ეგ ნაკლებად არის. თუმცა ეგ რო გადახედო იგივე ბარსა რეალიც კი ბოლო წლებში ძალიან ისეთი გახდა რა. აი ცოტა ნაზი ხო იმ დღეს ხოთიშორის კოლაჟი შემხვდა კლასიკოების ძველი კლასიკოების ეს რა იყო უბრალოდ ეს რა იყო და რა არის დღეს მაგრამ ის აღარ არიან ეგეთი სერხიო რამოსები პეპეები აი ეგეთი ტიპები უიოლები რეინჯერსი სელტიკი რომელიც ნუ აი რავი ჩემ ბავშვობაშიც მიუხედავად იმისა რომ ეს რელიგიური თემა ნაკლებად იყო უკვე იქ პროტესტანტების და კათოლიკების. მაინც ისეთ დაპირისპირება იყო ხოლმე, რომ მით უმეტეს ტიპების თამაშობდნენ ახლა ორივეში აქეთაც და იქითაც, რომ ერთმანეთს ადინდობდნენ. და აი პირველივე წამებიდან სულების მტრევა და ახაჭუხი და ჩუბი და რაღაცები სულ იყო გაწევ-გამოწევა. ეხლა ბოლო წლებში უყურე Rangers Celtics, ნუ აი რავი, აი
რომ მოგინდეს, რომ მოინდომო, შეიძლება სამ თამაში ერთხელ ნახო ერთი მომენტი, როცა ვიღაცას ხელს კრავს რა. რა ვიცი, რელიგიური ომი იყო ფაქტობრივად რა და რელიგიური ომი უნდა იყოს შემადგენლობაში ჩავხედე და ორი შოტლანდიელი იყო. 22 კაცი. 3 ბოდიში. ორი მეკარე იქით-აქეთ და ერთი შოტლანდიელი დარბოდა იმაში რეინჯერში. ანუ 3 შოტლანდიელი იყო მოედანზე. იაპონელი იყო ძალიან ბევრი, სამაგიეროდ. შეიძლება ეგ ბუდისტები იმის წინააღმდეგ იყოს რაღაცა უკვე, იმიტომ რომ აქეთ 3-4 იაპონელი იყო. იცი რა, დინამო ტორპედოც იყო რაღაც დროს ეგეთი და მანდაც ძალიან გაკულტურებულია უკვე. დინამო ტორპედო სიხისტე აღარა. დინამო ტორპედოს კიდე სხვა პრობლემები აქვს ჩემი აზრით, ვიდრე ეგ მაგრამ. ხო, მაგრამ ეგეც არ არის, აი ეს რაღაცა ბიჭებმა ხო იჩხუბეს იქ. ჩხუბიც კი არ არის უკვე კარგი და ხარისხიანი ტატო. არა, მეგონი კომაგებ მოიჩხუბა. ქალმა რა იცის ფეხბურთი მაგ რა უნდა ფეხბურთში, რატო უნდა ისაუბროს ფეხბურთზე, მაგ სტერეოტიპთან როგორ ხარ შენ? ძალიან ცუდად. რა გითხარ ამაში? მაინტერესებს ძალიან მოარული. მე გეტყვი, ფეხბურთი შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს საერთოდ რა მნიშვნელობა სქეს, მაგრამ რასაც ვაგვირდები, ქალები ნაკლებად ცდილობენ რომ ამ სფეროში მოხვდნენ. და მე როცა ხვდება ზოგი, აღარ ცდილობს რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი, რა ძალიან ზედაპირზე რჩება ბევრი. რაც შემხედია ცხოვრებაშიც მინახავს რა ეს. და ეგ არის ცოტა უცნაური რა, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს, ხა? კაცი ხარ თუ ქალი, რა მნიშვნელობა აქვს? ფეხბურთს უცხო უყურებ და კითხულობ და სწავლობ და ასე შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? გაშობოთ ხო ხედავთ რაღაცას, მაგრამ ძალიან ბევრი ზედაპირზე რჩება რა, არ ცდილობს რომ სიღრმეში ჩავიდეს. თან ძალიან ღრმა სიღრმეში კი არ გეუბნები რომ რაღაცა იმე, აი ზედაპირიდან ცოტათი არ იმაში არ აკეთებენ და ეგ მიკვირს ძალიან რა. ამიტომ აქვს სოციუმს, საზოგადოებას ეგეთი აზრი, რომ არ ენდობა კომპეტენციაში? არა, საზოგადოებას ეგეთი აზრი ალბათ სხვა მიზეზის გამო უფრო აქვს. ერთი იმის გამო რომ ნაკლები იყო, სად უნდა შევხედოთ ახლა ქალი ჟურნალისტი, სპორტული იმაში, რა ქვია, საბჭოთა კავშირის პერიოდში ხო, მე არ მახსენდება იყო ვინმე? ჩვენთან ერთი თამარ ბალავაძე, ნუ. ხო, მაგრამ ეგეც უკვე ბოლოსკენ აქ. ბოლოსკენ კი, ხო, 90-იანი. ნაკლები იყო შედარებით და ერთი მიზეზი ეგაა, მეორე განწყობა ზოგადად ახლა საზოგადოებაში ჩვენთან ბევრი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმიდან, რომ ქალი სამზარეულოში უნდა იყოს და ხაჭაპურს ცხოვრდეს. თუ რაღაც ეგეთ დამოკიდებულებაც აქვს ვიღაცებს და ახლა ტიპს თუ ეგეთ მსოფლმხედველობა აქვს, რა იმას დაუსვი ქალი და ფეხბურთზე ლაპარაკე, გაგიჟდება საერთოდ თვალებიან სისხლის ამოუვა, ხო? ანუ ეგეთ ტიპებიც არიან, ერთი მიზეზი ეგაა. მეორე ისაა, რომ ბევრი არც იყო. და ნუ მესამე ალბათ აი ცოტათი, ესეც არის, რომ ვიღაცა ვისაც შევა შეხვდეს ან დაინახოს, სიღრმისეულ ანალიზს ვერ ხედავს რა შე შემთხვევაში. კაცებისგანაც ვერ ხედავს, აი მე მაგალითად ვიცი. ხედავს. მე მაგალითად ვიცი კომენტატორები მოქმედი მათ შორის საქართველოში, რომელიც უბრალოდ ვერ არჩევენ ელემენტარულ საფეხბურთო სიტუაციებს. მაგრამ აი მათი მისამართით არასდროს არ არის ხოლმე მსგავსი აგრესია. მე აი მაგალითად რაღაც ჩემს მოსაზრებას რომ დავდებ ჩემს სოციალურ ქსელში, ან TikTok-ში, ან Instagram-ზე ხო, შენ რა იცი საერთოდ რა უფლებიც აქვს? კომენტატორების რამდენი პროცენტია შემახსენდა კაცი? 100. ხო, მაგითო არ ხდება, შენ კაცი მაგას ვარ ეტყვიან, რა. ქალი კომენტატორი ველოდები რომ ქალი კომენტატორი ფეხბურთში, ოღონდ იმიტომ ჩოგბურთში არის სხვა სპორტებში მინახავს, მაგრამ ფეხბურთში ველოდები ქალი კომენტატორს საქართველოში. იმიტომ საფრთხეს არა ბევრი, აი მინახავს უფრო როგორი ტიპის იცი, აი ორ კაც მიყავს რეპორტაჟს და ქალი ერთვება ხოლმე მე საიდლაინიდან რაღაც, მაგრამ ნუ მუშაობს მაინც რეპორტაჟზე რა. ოღონდ ადგილობრივი უნდა იყოს ხა იმას ეს მაინც ჩემ. მე არ მომისმენია სიმართლე რომ გითხრა ქალი კომენტატორი არის. არგენტინაში მომისმენია, ბრაზილიაში, ესპანეთში ძალიან შეიძლება ლა ლიგის თამაშები ორ ტიპს მიყავს და მე უცებ ჩართვა აქვს ხოლმე და ქალია ქვემოთ ბენჩზე. იქვე რა ქვემოთ არის, ქვემოთ მუშაობს რა. ოღონდ რეპორტაჟის თამაშის დროს. ანუ ის კი არა რომ ინტერვიუსაც აღქმევს მე შესვენებაზე თამაშის მე, მაგრამ თამაშის დროსაც ჩართვები აქვს რაღაცა პერიოდულობით რა. ოღონდ კაბინაში ასე ვთქვათ რომ თამაში წაიყვანოს იქ ამასენდება ეს. მაგრამ ეგეც ადრთვიან რომ მოხდეს და საქართველოს როცა მოხდება ეგ და უცებ მოხდება. ქალი კომენტატორის დაძება ფეხბურთზე. აი მაგის მიმართ წავა. აუ შემეგაი, აი. კარგი დღე არა. და ესე უნდა იყოს იქ, მაგრამ ნუ ვიღაცას
უნდა გარისკოს ვიღაცას მოუწევს რომ ეს ტალახი შეიზილოს იმისთვის რომ ეს სხვები შედარებით მშვიდად როგორც ჭირდება ხოლმე რა როცა ადამიანი პირველად აკეთებს რაღაცას ან როცა ვიღაცას ალბათ პირველად მიდის ავიცი ამერიკაში რომ მიდიოდნენ გზასრულ იკლებდნენ დასავლეთისკენ ძალიან ბევრი წინ მიდიოდა ისინი კვდებოდნენ იმიტომ რომ რაღაც ისეთ საწყლებოდნენ რაც აიცოდნენ რომ საერთოდ რა იყო და იგივე მოუწევს ან პირველ კომენტატორს ძალიან ბევრი ტალახის ძალიან ბევრი ტალახს ესურიან მოუწევს მაგის ატანაკი ანუ სამაგერად სხვებს შედარებით გავადვილებს გზას შედარებით ვინ იქნება ქართველი მარიტანეტა აი არ ვიცი მე ნამდვილად არა მე მგონი იცი რა მაინტერესებდა აი რომელი საფეხბურთო კლუბის ჰიმნი მოგწონს გიყვარს კლუბის არ მიყვარს თუ გაქვს ეგეთი სიყვარულს არც ერთს არ მიყვარს ბარსელონას არ მიყვარს ბარსელონას არ მომწონს საერთოდ სუდი მუსიკალურად ჩემთვის სუდი ჰიმნი არის მე სინდისი კი მაწუხებს ხოლმე ამის გამო ძალიან იცი როგორ მეღიღინება ხოლმე ხო ძალიან კარგი სიტყვებია, ძალიან კარგი რითმი აქვს და ატმოსფეროს ძალიან უხდება. არა, ატმოსფერო ბერნაბეუზე საოცარია. არა, და მე დიდად არ მიყვარს არც რეალის ჰიმნი ესე. ატლეტიკოსია შედარებით კაი, როგორც მახსოვს ახლა. ესეთ მუსიკალურად. ბეტისის არის კაი, როგორც მახსოვს. ბეტისის არ ვიცი, მოვუსმენ. როგორც მახსოვს ბეტისის კაი არის ბეტისის. ანუ აი ჰიმნების საფეხბურთო როგორც ეს მუსიკასთან ცოტა შეეხომა. თლად ისეთი ჩელსისაც საყვარელი აქვს ხოთა შორის. ჩელსისაც. როგორია? ესე არ მახსოვს. არა ხო, საფეხბურთო ჰიმნები დიდად არ მიყვარს. ბარსასი ნადა არ მიყვარს. არც მე. არ მომწონს. ოკეი, კაი. ვერაფრით ვერ გაგიშვებ რომ არ მკითხო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით. ეს არის ოაზისის დაბრუნება. აჰა. ესე იგი, liam gallagher არის ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც არ ვიცნობ პირადად. განსაკუთრებით ყველას იცნობ 8 მილიარდს? არა, მე დავამთავრებ და მიხვდები ახლა, რომელსაც პირადად არ ვიცნობ და მიყვარს. აჰა. ანუ ჩემთვის იდეალური მამაკაცის განსახიერება არის liam gallagher. იდეალური მამაკაცის განსახიერება liam gallagher? ხო. რატო? იმიტომ რომ წერს კარგ მუსიკას. აი ტიპი, ანუ ნახე იდეალური მამაკაცი. იცმევს, აი ხო და მაქვს ჩემი კრიტერიუმები, ხო? იცმევს ისე როგორც მე მომწონს, იქცევა ისე როგორც მე მომწონს. უყვარს ფეხბურთი. აჰა. ძალიან თან. აჰა. და წერს კარგ მუსიკას. აჰა. აი. მოგასაგებია ყველაფერი, მაგრამ მე მგონია რომ აი ხალის გადმოსახედიდან თლად კაი პარტნიორი არ უნდა იყოს, ეგ არ ვიცი. ეგ არ ვიცი. ეგ ხო ჰიპოთეტიურია ახლა რასაც მე როგორც ესე ტიპი ძალიან მევასება. მაგრამ მე სხვანაირად უყურებ. ხალი მაინც სხვანაირად უყურებს ალბათ მაგ ტიპს ხო ხო მე რა სიტყვი ოაზისის დაბრუნებაზე? sold out-ი ყველა კონცერტზე. რას ვიტყვი და რაღაცა კულტურული გავლენა მოახდინა მე მგონი იმაზე რომ ოაზისის ამ რეუნიონმა დაბრუნებამ რაც წარმოუდგენელი ჩანდა იმიტომ რომ ეგრე ორი ძმა ვერ იტანდეს ერთმანეთს მაგრამ სხვაგან არსად არ არის ეს ამან გამოიწვიეს Radiohead-მა გადაწყვიტა რომ ხა ჩვენს კონცერტებს ჩავატარებთ და System of a Down-იც იგივე საკეთებს. შვენიერი. ხო, просто ბილეთს ვერ იშოვე, ვერავიზე. Radiohead-ს ვერ ვიშოვე მაგალითად ბილეთი და თუ მინდა ყიდვა, უნდა ვიყიდო გადამყიდველებისგან და ძალიან ძვირი იქნება. System of a Down-ს როგორც ვიცი, საკმაოდ ძვირი ღირს ბილეთები, მაგრამ კარგი გავლენა მოახდინა რა, რომ აი თურმე ნახე რამხელა ფული იშოვება, თუ ბენდი რომელიც კარგი იყო და ხალხი უსმენდა, წლების მერე დაბრუნდება და თან ფორმაში არიან, ანუ ის მომენტი არ არის, რომ აი არა, არც უნდა ეკადრებინათ, რომ ფორმაში არ ყოფილიყვნენ. იმიტომ რომ ამ ხელა მოლოდინი როცა არის, უნდა ყოფილიყო წესით საოცარი კონცერტები და მაქსიმუმი უნდა დაედოთ, ასე ვთქვათ და მე მგონი ძალიან ლოგიკურია, რომ ეგ ხდება და რაც შეეხება დაბრუნებას, არ ვიცი, ამდენად შესაძლებელი კონცერტები ძალიან კაია, მაგრამ ამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ალბომი ჩაწერონ. ან ამდენად კარგი გამოვა მე ის. ხვდები, ძველი სიმღერები, რომელიც პრაიმში ყოფნის პერიოდში ჩავწერეთ და მე კონცერტზე ვუგავთ, ძალიან კაია, მაგრამ ახალი დავწეროთ რაღაცა, ცოტა რთულია. და რასაც ვატყობთ, რაც დაემუღანებია მუსიკოსებს ხშირად ემართებათ ის, რომ როკ ბენდებს უფრო ხშირად კიდე თუმცა ინდივიდუალურადაც ხდება. აი, რა უცნაური რაღაცაა, რომ საუკეთესო
პერიოდები მუსიკის წერის თითქოს აქვთ ახალგაზრდულ ასაკში ბოლოდაი როცა ყველაზე დიდი გამოცდილებას იღებენ უკვე თითქოს და როცა ძალიან გამოცდილი მუსიკოსები არიან, როცა ყველაფერი იციან მუსიკაზე, როცა ყველაფერი იციან სიმღერის წერაზე, როცა ყველაფერი იციან საერთოდ აი სამყაროზე მუსიკალურზე. მე ვეღარ წერენ კარგ მუსიკას და კარგ კომპოზიციებს. ვეღარ მოშვიდე. სხვათა შორის ეგრეა. დაუცნაური. იცი რა, მე მგონია რომ აი რატომ არის ეს ახალგაზრდულ ასაკში ალბათ აი მაგრად კიდია არსებული ფაქტორები? ხო, აი რაღაცა საზღვრები, რისკავ, ექსპერიმენტები გაქვს და მე უკვე ზრდასრულ ასაკში ალბათ ყველა ნოტს, ყველა სიტყვას, აი ცოტა სხვანაირად უკვირდები და ან განცდები გაქვს უფრო მძაფრი ახალგაზრდულ ასაკში, რაც აუცილებელია, ხო, კარგი მუსიკის შესაქმნელად ალბათ ეხლა რაღაცა ემოციების გარეშე, ეს შეიძლება ცუდი ემოცია იყოს, შეიძლება კარგი, ამის გარეშე კარგი მუსიკა მე მგონია რომ არ შეიქმნება რა. აი ეს შეიძლება იყოს ფაქტორი იმისა, რომ დავუშვათ უკვე გვიან ხანებში არ ვერ ქმნიან ჯგუფებიან ხო. ხო, და რა გადახედო თითქმის არაა შემთხვევა რომ პირიქით ყოფილიყო რა. აი გვიან, აი თერი Queen-ი აგერდებს მახსენდება, რომელსაც თქვათ Innuendo, ბოლო ალბომი რომელიც გამოუშვეს ან მერკური ცოცხალი იყო, ძალიან კარგია. დანარჩენია ესე რომ გავიხსენო, ხო თუ ახლა ახალგაზრდა ასაკში დაიშალა ბენდი ხო, მაგრამ ბოლო ალბომები რო კაი კონდეს და პირველები არა, ეგეთი თითქმის არ მახსენდება რა. ყველა ისეთია რომ დასაწყისში უფრო კარგი არის რა. ზოგი ბენდი არის ბოლო ალბომები არც მომისმენია წესია რაღაც Deep Purple-ისაც კი და Black Sabbath-ისაც კი ისეთი ალბომები რაღაცა. შესაძლებელია მუსიკას რა აი რა დოზა აქვს, ესე ვთქვათ, აი როგორ დაანაწილო პროცენტულად. მე როგორც ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ზუსტად პროცენტს ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან დიდი კი. თუ ორი რამე ფეხბურთი მუსიკა ასე შეიძლება დიფერენცირება? ხო, ალბათ რა. მუსიკა პირველზე ალბათ მაინც ვერ იქნება თუნდაც იმის გამო რომ ფეხბურთი ბოლო ჩემი პროფესიაც არის, პროფესიის ნაწილია და ცხოვრების შემადგენელი ნაწილი მაკუთხითაც არის, მაგრამ მუსიკა არ არის ეგრე. მუსიკა თავიდან ბოლომდე ხობით დარჩა. მაგრამ თავის დროზე როდის ორივე ხობი იყო, ვერ გეტყვი რომ დიდი განსხვავება იყო რა. როცა ორივე ხობის დონეზე იყო და ეხლა ნუ ფეხბურთი ბოლო წლები, ბოლო 15 წელი რა ხან პროფესიაც არის. აშენ ფეხბურთი მაგიტოა პირველზე, მაგრამ მუსიკა ძალიან ახლოს არის რა, იმიტომ რომ მუსიკა ნუ ის არა ხა. ჰიპ-ჰოპს არ უსმენ მაგალითად. როკ მუსიკა ძირითადად ხო. მაგრამ რავი, როგორ აგეხსნა რა ვიცი. მანქანაში რომ მუსიკა არ მაქვს, როდესაც რომ მივდივარ, ის არის. შეუძლებელია რა, მუსიკა ჩავთვალ აუცილებლად. სახლში ძალიან ხშირ შემთხვევაში თუ აი სიჩუმეა სულვილი მაქვს რომ მე მარტაობაში მიყვარს მაგალითად მუსიკის მოსმენა ხალხმრავლობაში დიდად არ მსიამოვნებთ. ჩემი кайფი არის ერთ-ერთი ალბომების მიხედვით მოსმენა რომელიმე ბენდის ვთქვათ რა. აი მესის რომელ ალბომს შეადარებდი ან არ ვიცი სინგლს მუსიკა სიმღერას. აუ მესის მაშინ ამ პერიოდი უნდა მითხრა. იმიტომ რომ კონკრეტულად მესი ხო და ნებისმიერ ფეხბურთელი ხო სხვადასხვა მოვლენა ამა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა პერიოდში თავისი კარიერის სხვადასხვანაირია. ერთნაირი ხო არ არის ყოველთვის, ანუ 19 წლის სხვანაირი იყო, 25 სხვანაირი, 30 სხვანაირი, 35 სხვანაირი, შეიძლება სხვა ალბომები იყოს, შეიძლება სხვა. მოდი ზენიტში, რა ვიცი, სუზენიტშია, მაგრამ ზენიტში ვთქვათ ეს. რამე ისეთი სიმღერა გინდა არა ამ ისეთი ალბომი, რომელიც არის ყველაზე მაგარი. თუ გინდა Queen-ის შემოქმედებიდან იყოს. მოდი ესე გეტყვი. იქიდან გამომდინარე მე მგონია რომ მესი არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. გეტყვი ჩემი შესაბამება ყველა დროის საუკეთესო სიმღერა ალბათ. ხო, ან ალბომი. ძალიან ბევრი ესე ვერ გეტყვი ერთი კონკრეტული ალბომია რომელიც მგონია რომ ესა ყველა დროის საუკეთესო ამაზე უკეთესი არ არსებობს. ან სიმღერა მით უმეტეს სიმღერა იმდენია ეგეთი რომ ერთს ვერ ავარჩევ ნაღადად. თუმცა ბანალურად ერთი Bohemian Rhapsody მაქვს ხოლმე ყოველთვის იმაში თავში. თუმცა ეგ ვექვი Shine on the Crazy Diamond შეიძლება. აჰა. მე ეგ მომივიდა მაგალითად. ხო, მაგრამ ბევრია Stairway to Heaven-ი თქვა. თუმცა ბანალურები, Child in Time-ი, Deep Purple-ის, July Morning-ი, Uriah Heep-ის, Free Bird-ი, Lynyrd Skynyrd-ის. ალბომი ალბათ ყველაზე მაგარი ერთი ალბომი რო აიღო. ძალიან სათქმელია.
მე მაგალითად ძალიან მევასება Alan Parsons Project-ის Tales of Mystery and Imagination. ეს არის ალბომი, სადაც არის სიმღერები Edgar Allan Poe-ს მოთხრობების მიხედვით დაწერილი. ძალიან მაგარია, ძალიან. იმიტომ რომ Edgar Allan Poe ძალიან მევასება, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. და ამისი მოთხრობების და ლეგს პოემის, ანუ Ravens ყორანიც აქვთ. პოემის მონში. თანაც მოთხრობებია. და ის ძალიან კარგია, რა გადმოცემულია ზუსტად ამისი ეს ჰორორის ჟანრის მოთხრობა ტექსტუალურადაც მოყოლილია იდეაში ისტორია. მაგალითად გული გამცემი ან Telltale Heart-ი ერთი კასრი ამანტილადო, ეგეც არის ყორანი ხო არის. კიდევებია აშერის სახლი აღარ მახსოვს ხა, მაგრამ მთელი ალბომი არის იდეალური. მაგ თვალსაზრისით, რომ როგორ შეიძლება კარგი ალბომი გააკეთო წერლის ნაწარმოებიდან. იმიტომ რომ მუსიკალურადაც მაგარია, ტექსტუალურად ძალიან მაგარია და გაფორმება ძალიან მაგარია. ეგ ალბომი მევასება ძალიან მაგალითად. მევასება King Crimson-ის 21st Century Schizoid Man, რომელიც აი იდეალური ალბომი არის. სამი საოცარი სიმღერა ერთ ალბომში, სადაც 5 სიმღერა, 3 სიმღერა რო არის საოცარი ერთ ალბომში, Animals Pink Floyd-ის, ეგეც походу ასევე ალბომი, რომელიც ციგნის მიხედვითაა, ხო, ცხოველთა ფერმის მიხედვითაა დაწერილი და ძალიან მაგრა ამანდაც გადმოცემული 3 ტიპაჟი ჩათლახი ადამიანების, როგორი შეიძლება იყოს, ძაღლები, ღორები და ცხვრები. ცხვრები ჩათლახები არ არიან, ღორები და ძაღლები არიან. მაგრამ კარგადაა გადმოცემული ეგეც ორველის ნაწარმოებიდან. აი ეგ ალბომები არის ეხლა პირველად ეს გამახსენდა და პლუს გარდა ამისა Pink Floyd-ის Wall-ი არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, როგორ შეიძლება კონცეპტუალური ალბომი დაწერო, აი რომ ისეთი მაგარი ალბომია, რომ ფილმიც რო გადაიღო ბარტონმა, ჩვეულებრივად ალბომს მიყვა და ფილმი გამოვიდა. Dark Side-ი, იგივე Pink Floyd-ის, Deep Purple-ის In Rock-ი, Sabbath Bloody Sabbath, Black Sabbath. აი რა ბევრია, არ ვიცი. ეხლა არ გავჩერდები რომ დამაწყებია. ვიცი რომ არ გაჩერდები. ოზის სახით დიდი ძალიან ადამიანი დაკარგა, დიდი მუსიკოსი დაკარგა სოფლიო. ძალიან დიდი მუსიკოსი დაკარგა სოფლიომ და ის შენ რო ახსენე ლაიმ გალახი, ხა მე ოზის მithumetes არ ვიცნობდი პირადად. მიყვარს ესე ვერ ვიტყვი გინდა თუ არა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უცნობი ადამიანის სიკვდილი ძალიან წინს. მე ვიტირე. ხო, მე არ ვიტირია. ჩემი შვილები დამცინოდნენ. მე არ ვიტირია, მაგრამ ძალიან რო გეწყინება, ძალიან ახლობელის სიკვდილი, ეგეთი რეაქცია მქონდა. მე რაც მახსენდება. მე რაღაცა ბავშვობა, რაღაცა ნაწილი წავიდა ჩემი ბავშვობის. არა, ძალიან ის იყო. თანაც ქუთაისში ვიყავით, მაგიდის დერბის ჩაწერებზე და ველიჯანოს გვერდით ვიჯექი და მაგ დროს ნახე და ისიც ძალიან გიჟი მოყვარულია როკის და ერთმანეთს უბლები დავადეთ ლამის და ძალიან გაგვიწყდა და ძალიან გავიცადეთ. იმიტომ რომ უცხო ადამიანის სიკვდილს იქოს ეგ არ განიცდი ადამიანი რა, მაგრამ არ არის ეს ტიპი უცხო რა, არის შენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და შენი ცხოვრების ტიპი, რომელიც შენ ცხოვრებაში შემოვიდა ძალიან ახალგაზრდა ასაკში და დარჩება ბოლომდე რა. რა უნდა მოხდეს, რომ ეგ ტიპი შენ ცხოვრებაში რა უნდა მოხდეს, რომ ეგ ტიპი შენ ცხოვრების ნაწილი აღარ იყოს, ხო? მე ვიზეც ვიტირე, იყო მარადონა, სპორტშორის. მართლა ცერმე დამოვიდა. აი ძალიან ეჭვიც არ მეპარება. ძალიან იყო ეგეთი სულ, იმიტომ რომ მარადონა აღარც ფეხბურთელი იყო მოქმედი იმ დროს, ხო და აღარც ისეთი განცდები ჰქონდა და შენი თაობიდან გამომდინარე კიდე ანუ ის მთავარი მუხტი რაც მარადონასგან უნდა მიგეღო, არ მიგიღია. არ მიმიღია და გარდა ამისა, ახლა კი გიმნაზიაში იყო მწვრთნელი იმ დროს უკვე, მაგრამ აი მე რა, ხო ანუ ჩემთვის აქტიური ფეხბურთელი თუ მწვრთნელი არ იყო რა. მაგრამ რო გარდაიცვალა თავიდან რაღაცა და მე უცებ ისე გამიტყდა რომ აი იმის გააზრება რომ დიეგო მარადონა ცოცხალი აღარა ან როგორ შეიძლება მარადონა მოგოდეს წარმოუდგენელი იყო ჩემ როგორ შეიძლება მარადონა ცოცხალი არ იყოს და აი მან დამერხა და რამდენად ცუდია ის რომ ვერ მოესწრო არგენტინის ჩემპიონობას. მაშინ არგენტინია სხვათა შორის. oi არა. არგენტინის ჩემპიონობაზე, არა. ვიტირე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მაგაზე ვიტირე კი. მაგრამ ხა ჩვენ სიგბილებს ვაპარაკობთ ჩვენ. ტირილით არგენტინა ჩემპიონი გახდა, არ მიტირია, არა, ნამდვილად, თუმცა შორს არ ვიყავი, მაგრამ არ მიტირია.
ეგეთი ძალიან მძაფრი იყო ემოცია მით უმეტეს ისე გახდნენ ჩემპიონები, მაგრამ ისეთი არა და ეს საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ ვიდიარე. ერთხელ არა თან ორჯერ. ერთხელ ეთერში მათ შორის ვერ შევიკავეთ თან. ეგ იმიტომ რომ რავი ის ხო დაუჯერებელი იყო რომ ოდესმე მაგას ნახავდი რომ არგენტინა ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ეს საერთოდ ეს უფრო დაუჯერებელი იყო რომ საქართველოს ვერ ვიჯერებდი მართლა შოქში ვიყავდი რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა ნაკრები სადღაც ფინალურ ეტაპზე ვართ. მახსოვს პირველი თამაში იყო თურქეთთან აქ ვიყავი, გვერდზავედი თურქეთსა და აქ ვიყავი. და რო იწყებოდა თამაში პირველ მოამის მქონდა რომ ეხლა ჰიმნი ჯერ თქვენ ჰიმნზე და ჩვენ ჰიმნს რო უკრავენ და ნაკრების ფეხბურთელები ჩანან ეს კამერა რომ მოდის და მე შემოადგენლობა რო გამოვაჩვენების თქო. და რომ მორჩა ჰიმნი და ველოდები ხა შემოადგენლობა რომ დაეხატება საქართველოს დროშა და დაეწერება მამარდაშვილი, კაკაბაძე რაღაცა და რეკლამაზე გაჭა პირველ მარხმა. რაღაც რეკლამა იყო. აუ ეგენი კიდე როგორ უბერავენ. რო დაწყდა რეკლამა რომ გამოვიდნენ თურქეთის შემოადგენლობა იყო უკვე. რა მჭირდა ხო წარმოგიდგენია. მე ჩეხეთზე იქ ვიყავი. შენ საქართველოს ნაკრების თამაშზე ჯერ გამოგდებული არ იყავი პირველი არხიდან. არა. ჩეხეთზე იქ ვიყავი და რო ჩამოვედი, აქ უყურე იმას, რა ქვია. ბოლო თამაში პორტუგალიასთან. და აი მაშინ ნახე პირველად შემოადგენლობა ჩვენი, რომ მანდ აღარ გაჭრეს რეკლამაზე მე. მე გამოგვეჯმეინეს. ცოტა ძალიან დიდი მადლობა ტატო. მე ხარია რომ მე მგონი კარგი დიალოგი შედგა და მე ხარია რომ ჩემი პირველი ეპიზოდის სტუმარი იყავი შენ წარმატებები მინდა გისურვო. მადლობა ასევე შენ. და რა ვიცი თუ ოდესმე მოიფიქრებ და გასართობად მაინც დაბრუნდები რეპორტაჟებზე მე გამიხარდება თუ არ და სადაც ხარ იქ სუგიყურებ. ეს გამიხარდება რეპორტაჟებზე დაბრუნება. მადლობა. მადლობა ასევე და გამოიწერეთ არხი არ დაგავიწყდეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე ამ ეტაპზე ამ პროექტისთვის. დიდი მადლობა რომ მისმინეთ მომავალ შეხვედრამდე.